საღამო მშვიდობისა, მამა გიორგი დაგლოცეთ. საღამო მშვიდობის, ღერთმა დაგლოცოთ. როგორ ხართ, მამა? მადლობა უფალს, თქვენ როგორ ბრძანდებით? უფლის წყალობით, კარგად, ვიცი რომ გადაღლილი ხართ, მაგრამ ჩვენთვის მაინც იცლით და მადლობა ამ ყველაფრისთვის. მამა გიორგი და თქვენი მსმენელის, უпростоრად ჩვენი მსმენელის რა მოგახსენოთ, მაგრამ კვირა ზარს ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები, ჯერ იმიტომ რომ წირვაზე უნდა წავიდე მეორე დღისით და მეორე ის რომ ეთერი მაქვს შენთან ერთად. ასე რომ მეორედ ეგ აღარ თქვათ რომ გადაღლილი. ჩვენ უნდა გადავიღალოთ, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვის გადაგებაში მხოლოდ. მართალი ხართ, მამაო. მიღებულია სწორად მეუბნებით, მადლობა. წინა ლაივში ერთი შეკითხვა გამოგვრჩა ადამიანის და მთხოვა იქნებ კითხოთ მამაოსო და მამა გიორგი, მე მქონდა მომზადებული ერთი შეკითხვა მომლოცველობასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან წინა ლაივში ამ ადამიანის კითხვა გამოგვრჩა, ჯერ ამ ადამიანს გავცეთ პასუხი და გავახაროთ. როდესაც სულიერ მოძღვარს ვიცვლით, ამ შემთხვევაში, ახალი მოძღვრის აყვანის შემთხვევაში, საიდან უნდა დავიწყოთ აღსარების თქმა? ესეთი კითხვა ქონდა. ხო, მოდი ჯერ უფრო კარგად ჩამოვაყალიბოთ, რას ნიშნავს ვიცვლით და ახალი მოძღვრის აყვანა. პირველ რიგში, ჩვენ მოძღვარი შეგვიძლია შევცვალოთ იმ შემთხვევაში, თუ მოძღვარი არასწორად გმოძღვრავს. ანუ ვატყობ, რომ ის მოძღვარი სამწუხაროდ მე არ მიწინამძღვრებს ხონებისკენ. მამა გიორგი, ემიგრაციაში ვარო და ამის გამო მომიწია შეცვალა. ხო, და ამიტომ დავაკონკრეტოთ, კარგია რომ დავაკონკრეტოთ. ეს უკვე ახლა გასაგებია, ხო? ამიტომ ესე არ ეგონოს ვინმეს, ესე მარტივია მოძღვრის შეცვლა. რადგანაც მის და უნებურად ხდება ემიგრაცია და მოძღვრის ახალი მოძღვრის, ასე ვთქვათ, აყვანა სასურველია იმ მოძღვარმა, იმიტომ კი არა რომ მას ღმერთმა არაპატია ცოდვები და კიდევ უნდა თქვას ახსარება, რომ მისმა ახალმა მოძღვარმა, რომელიც მას დროებით ეყოლება, რა თქმა უნდა, რომ დაბრუნდება, ალბათ ისევ პირველ მოძღვართან გააგრძელებს ურთიერთობას, ხო? კარგია რომ ზოგადად იცოდეს მისი სულიერი ბიოგრაფია და ზოგადად მოუყვეს საკუთარი განვლილი ცხოვრების შესახებ, რომ მისმა ახალმა მოძღვარმა უკეთ გაიცნოს და უკეთესად მოხდეს მისი დამოძღვრა. ისე საერთოდ კარგ მოძღვარს არ ჭირდება ბევრი საუბარი, სულიერი მოძღვარიც მაგიტომ ქვია, რომ მამ უნდა შეატყოს ადამიანს რა სულიერი პრობლემები აქვს, ხო, როგორც კარგი ექიმი მარტივად მიხვდება ადამიანს რა აწუხებს მისი გარეგნობითაც, ხო? ასევე უნდა იყოს მოძღვარი, მაგრამ ასეთი მოძღვრები რადგანაც ჯერჯერობით მრავლად არ ყავს, სასურველია რომ ახალ მოძღვარს უკეთ გავეცნოთ და მოკლედ მოუყვეთ ჩვენი სულიერი ბიოგრაფია. ეს სასურველი იქნება. დიდი მადლობა, მამა გიორგი. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ნუგეშელების ჯგუფში თქვენ ჩაწერეთ ხმოვანი ერთ-ერთი ადამიანის შეკითხვას გაეცით პასუხი და აქ იყო მომლოცველობაზე საუბარი და იქ იყო გულის წყვეტაზეც საუბარი, რომ თუ კი ადამიანის საშუალება არ აქვს და ვერ დადის მოსალოცად სხვადასხვა ტაძრების, ვერ ჩადის იერუსალიმში, ამ თემატიკაზე გქონდათ კარგი განმარტება ნუგეშელებისთვის და ეხლა მინდა ამ აუდიტორიასაც ვუთხრათ და მე რა თქმა უნდა ეს Facebook-ზე და YouTube-ზე ცალკე მოიჭრება და დაიდება აუცილებლად. მაცხოვარს და მოციქულებს და წმინდა მამებს დავკონკრეტებ, არ მოუწია ჩვენთვის მცნება, რომ აუცილებლად მოილოცეთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სიწმინდეები. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვილოცოთ და ამაში რამე არასწორია, ხო? ვისაც საშუალება აქვს, რომ ათონი, იერუსალიმი და რუსეთში ან ამერიკაში, სადაც კი არსებობს წმინდა ადგილები, მოილოცოს, ძალიან კარგია. ოღონდ რა დანიშნულება აქვს ამ მოლოცვას, ეს არის მთავარი. მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ასევე სოციალურ ქსელში, როგორ ტრაბახობს იმით, რომ აქ იყო, იქ იყო, ფოტოები აქვს გადაღებული და ასე შემდეგ. მომლოცველობას აქვს ერთი მთავარი შინაარსი, რომ უკეთ გავიცნოთ ამა თუ იმ ქვეყნის საეკლესიო ისტორია, ვიამბოროთ წმინდა
ხატებს და წმინდანთა ნეშტებს, სხეულებს და მე ამ ყველაფერმა სულიერად უნდა შემცვალოს და სულიერად უნდა აღმამაღლოს. მე იქიდან უნდა დავბრუნდე შეცვლილი და ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩემში მოხდა რაღაც გარკვეული ცვლილება და მე უკეთესი ქრისტიანი გავხდი. მე ამას საქართველოში მოვახერხებ, რუსეთში, საბერძნეთში თუ იერუსალიმში, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია და ვინც ვერ მოახერხა წასვლა ჩამოთვლილ ქვეყნებში და აქ რომელიმე პატარა ეკლესიაში, პატარა ტაძარში ან სოფლის განაპირა მონასტერში მოილოცებს და იგივე დამოკიდებულებით მივა, ჩათვალეთ, რომ იგივე მადლს მიიღებს, როგორც იერუსალიმში, როგორც ათონზე და როგორც სხვა მონასტერებში. რატო? არასწორია იმის თქმა, რომ იქ მეტი მადლია, აქ ნაკლები მადლია. მადლი ყველგან ერთნაირია. არ შეიძლება რომ ღმერთი სადმე ახლოს იყოს, ან შორს იყოს, რატო? ღმერთი აბსოლუტური სულია და ყოველივეს გამსჭვალავს. მაგრამ ღმერთთან ახლოს და შორს ყოფნა ჩვენ სულიერ ცხოვრებაზეა დამოკიდებული. არ ახარ დაკვირვებული, რომ დიდ ტაძრებთან მაცხოვრებელი მოსახლეობა ნაკლებად ეკლესიურები არიან. მე ვარ დაკვირვებული. არ მინდა ახლა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ცნობილ ტაძრებთან მიმდებარე მოსახლეობა ნაკლებად ეკლესიურია. მათ გონიათ, რომ უკვე რადგანაც ამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უკვე სასუფეველში არიან და ყველაფერი კარგად არის. ვისარგებლებთ ეკლა შემთხვევით და ჩვენს ძვირფას მაყურებელს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივცემ ერთ რჩევას. ეს რა რჩევა არის? ეხლა არის შეგულებების პერიოდი, ხო? ყველა ფიქრობს, რომ წავიდეს ბაკურიანში, ბორჯომში, ზღვაზე, ყაზბეგში, ძალიან კარგია, მაგრამ მოდით ჩემო ძვირფასებო, ერთი კვირა მაინც წავიდეთ რომელიმე სოფლის ნაკლებად ცნობილ მონასტერში და დედაოებს და მამაოებს მოსავლის აღებაში დავეხმაროთ. ან მონასტრულ საქმიანობაში დავეხმაროთ და ჩათვალეთ, რომ ათონზეც ხართ უკვე ნამყოფი იერუსალიმშიც და სხვა დიდ სიწმინდეებში. გინდათ ფოტოები გადაიღეთ და გინდათ როგორც გინდა ისე გააკეთეთ, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოგბაძავთ. რამხელა მადლი იქნება ასეთ მცირე მონასტერში, რომ მიხვალ და ეტყვი, დედაო, მამაო, მე მინდა რომ ერთი კვირა ფიზიკურად შემოვწირო თქვენს მონასტერს, დიდებულ ღმერთს, ჩემს მფარველ წმინდას, თუ შენი სახელობის მონასტერი და ეკლესია იქნება გადასარევი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? აი საერთოდ რომ არავინ არ იცის, სადღაცას მაპატიეთ მიყრუებულ სოფელში, რამოდენიმე კინკილა დედაო რომ მოღვაწეობს და ფიზიკურად რო შრომობენ. აი იქ რომ მიხვალ და დაეხმარები, დამერწმუნეთ ჩემო კარგებო, ძალიან კმაყოფილები იქნებით და თქვენში მოხდება სულიერი ძვრა. და ეს იქნება არა მარტო სხეულის დასვენება, ეს იქნება სულის დასვენებაც, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ აუცილებლად ბათუმში უნდა დავისვენოთ, აუცილებლად ბაკურიანში უნდა დავისვენოთ, რუჯი უნდა მივიღოთ და მე ამით ვიტრაბახოთ და ასე შემდეგ. კარგია სხეულის დასვენება, აუცილებელია, მაგრამ სულმა რა დააშავა. შეგვიძლია ხო დაახლოებით 2 კვირა, 3 კვირა და 1 კვირა სხეული დაასვენეთ, 1 კვირა სული დაასვენეთ, დამიჯერეთ ჩემო ძვირფასებო. ისეთი შევსებული ჩამოხვალთ, სხეულის დასვენებული იქნება, სულის დასვენებული იქნება და უკვე უფრო სხვანაირი გამომეტყველება გექნებათ და ძალიან ბევრი ადამიანი მოგბაძავთ. ჩვენ ხომ მიმბაძველები ვართ ბევრ რამეში და დამერწმუნეთ, რომ ბევრი ადამიანი გააკეთებს იგივეს და აი ნახავთ თვითონ როგორი გახარებულები იქნებით. მე მგონი ასეთი რჩევა პირველად გესმით და კარგი იქნება. რა თქმა უნდა, კარგია სვეტიცხოველი, კარგია გარეჯი, კარგია შუამთა, კარგია ზედაზენი, ეს დიდებული ცნობილი საკმაოდ უკვე გასწავლული ბერები, მორჩილები არიან და არ აკლიათ მათ მრევლი, ხო? მაგრამ მოდი გავიკითხოთ საახლობლოში, მამებში, ბერებში, ვინ ეს ხომ არ ჭირდება ახალი აშენებული მონასტერი, ან ახალი აღდგენილი ეკლესია, ან ახალი
ნაკურთხი ბერები რო არიან, აი მოდი რა იქ წავალ და ჩემი იარაღებით ჩავალ, ჩემი ავტომობილით ჩავალ და ჩემს ენერგიას შევწირავ მონასტერს. 10 მაგათ დაგიბრუნდებათ, ჩემო ძვირფასებო, ეს მადლი, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთა ეს და მე თვითონ არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არა მაქვს ამისი საშუალება, მაგრამ თუ ოდესმე მომეცემა მე ამისი საშუალება, ნამდვილად გავაკეთებ ამას. რომ აი სულ მენატრება, რომ ერთხელ დიდი მარხვა, არა როგორც ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარმა, არამედ სადმე ძალიან ესეთ ყრუ მონასტერში და მკაცრ ბერებთან, როგორც უბრალო მორჩილმა ისე გავატარო და მე კი არ მისმენდნენ, მე უსმენდე ლოცვებს, ქადაგებას და დიდებული მამების მოღვაწეობას. აი ეს მაქვს მე რაღაცნაირად ოცნებაში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მოზღვრები ლოცულობთ დიდ მარხვაში, ხო მთელი ეკლესია ჩვენ გვისმენს, ჩვენ გვიყურებს და ჩვენ გვბაძავს, ხო? და ძირითადად ჩვენ გამოდის რომ მათთვის და მათ გამოლოცულობ და ის რომ მარტო ვიყო და სადმე განსწავლულ ბერებთან, სულიერ ბერებთან, რაღაცნაირად მინდა რომ ალბათ მომავალში მაინც ავისრულებ ამოცნებას. ოღონდ არა ათონზე, არა რუსეთში და არა იერუსალიმში, სულაც არ მინდა ბაპატიეთ და დავით გარეჯელის, წმინდა მამა დავით გარეჯელის შეხედულება მაქვს და წმინდა სერაფიმ საროველის. ერთმა თქვა სერაფიმ საროველმა რომ ჩემი ათონი, ჩემი საროვო დივოებო არისო, იერუსალიმიცო და ათონიცო. ეს მოსმენილი არ ამქონდა რომ იგივეს ვამბობდი ნარიყალაზე. რა თქმა უნდა ბაპატიეთ ეხლა ქვეყნაში არ ჩამომართვათ და სად მამა გიორგი და სად წმინდა სერაფიმ საროველი, მაგრამ აი ნამდვილად ვამბობდი ჩემი სულიერი შვილები დამერწმუნებიან. და მეორე დავით გარეჯელი ფეხით ჩავიდა საქართველოსდან იერუსალიმში და არ შევიდა. რომ არა ვარო მე ღირსი, უღირსი ადამიანი შევიდე იქ, სადაც ჩემი მაცხოვარი დააბიჯებდაო. და გამობრუნდა უკან და წამოიღო სამი ქვა. იცით ხო ეს ამბავი? და თელი იერუსალიმი შეიძრა, გაიგო მაშინდელმა პატრიარქმა რომ მადლი დაკარგაო იერუსალიმს და გამოეკიდნენ და ორი ქვა წაართვეს და ის ერთი ქვა ეხლა საქართველოსია, სიონშია, ასე თქვათ, დაუნჯებული. ასე რა ვიცი ახლა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს და თქვას რომ მამა უღრმახიფშიაო, მაგრამ გულწრფელად გესაუბრებით, ნამდვილად აი თქვენი ეთერი, უпростоრე ჩვენი ეთერით ეხლა ჩემთვის არის ნამდვილად აი გულწრფელი ეთერი და არა ვარ აქ ეხლა რაღაც ოფიციალური, არა ვარ დაყენებული სახით არ ვსაუბრობ და აი თითქოს ეხლა რაღაცა მეგობარ ადამიანთან ჩუსტები მაცვია და ისე გესაუბრებით და რაღაც აი მეგობარი მამიდაშვილი, ბიძაშვილი რომ მოგივა სტუმრად და რომ გეკითხება რაღაცებს და შენ კიდე გულახდილად ყოველგვარი რაღაცა ესეთი რიგორიზმის გარეშე რომ ესაუბრები და მე მინდა რომ აი ჩვენი გადაცემის პროფილიც ასე იყოს და ერთი რუბრიკა მინდა შემოვიტანო ამ გადაცემაში, მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს გაეხარდება. დიდი ხანი არ არის რაც შევიძინე აი ეს წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნია, საფთვისმეტყველო მოზაიკა, საფთვისმეტყველო ნაშრომების და წერილების ანთოლოგია. ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია და ყოველ გადაცემაში ვეცდები რომ ახალი წიგნი გავაშუქო და მოგიწოდოთ რომ წაიკითხოთ და მე ვერავინ ვეღარ მოგატყუებთ. ახლა ნახე სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვითო მამაო როგორ ეუბნება საბრალო ქრისტიანებს რომ აი ამინი თქვით და აგისრულდება რაღაც სისულელეები და იცით რამდენი ამინი ეწერა და მოწონება 1000-მდე ვერ ხვდება ხალხი იმ დონის უმეცრები არიან თეკლა რომ ვერ ხვდება ახლა მამა გიორგი საუბრობს თუ ხელოვნური ინტელექტი აი იმ დონეზე არის უკვე და შეიძლება აი ჩემი ფოტო აიღონ და შენი ფოტო ხელოვნური ინტელექტში და ვერ გაარჩევ მაგრამ ახლა ვიცოდა გონიერია კი გაარჩევს მაგრამ ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ღრმა სიბნელეში სულიერ სიბნელეში გვიწევს კიდევ ცხოვრება და კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ჩვენი გადაცემა აუცილებელი იყო და მე ვეცდები რომ სანამ 2 ან 3 მაყურებელი გვეყოლება ყოველთვის ჩავწეროთ გადაცემა იმიტომ რომ ქრისტე აი სულ მიკვირდათ ეკლა იცით რომ რატო 2 ან 3 და არა 2000 და 3000 ხო რა ცოტა სიტყავს უფალი ჩვენგან დაუკვირდით რა
სადაც 2 ან 3 შეიკრიბა. ანუ ერთი მე ვარო ხო და მეორე შენ თუ იქნები უკვე მე შენთანა ვარო და მესამეც თუ იქნება ხო მით უკეთესი და ეხლა ორნი ვართ ხო უკვე ჩვენ მესამე უფალია და ნუგეშელებიც ხო არიან ხო და ასე რომ ჩემთვის სავსებით საკმარისია მე არ მინდა ხა ბევრი მოწონებები და მამაო მიყვარხარ და აი მოკლედ ხო ეს ძალიან სუდად მოქმედებს მოძღვარზე ქება დიდება და ხოტბა და ეს არის პირიქით მირჩევნია შენიშვნა მომცენ რაღაცა მიკარნა ხო რომ მამაო იცი აი ამ თემაზე ხო არ გაამახვილებთ ყურადღებას ვიცი რომ იცით მაგრამ გატყობთ რომ თავს იკავებთ და რაღაცა ინტრიგაც ხანდახან საჭიროა რომ გამოგვიწვიონ ხო როგორც აი თქვენ ამასინათ ძალიან კორექტულად თქვით რომ ეთყობაო არ გვეჩხუბებაო მაგრამ ასეთი შეკითხვა აქვსო და ჩვენ იმ შეკითხვაზე უპასუხებთ ხო თუმცა არც ის გვეშინია იმიტომ რომ მე და თქვენ არა ჩვენ დიდი საგანძური გვაქვს ეკლესიის წმინდა გარდამოცემა ხო და ეხლა მოვისმინე სანამ შენ გამოჩნდებოდით ეხლა არ ვასახელებ სახელს და გვარებს ერთმა ტიკტოკერმა საკმაოდ განსწავლულმა პიროვნებამ ერთ მამაოს საკმაოდ სერიოზული შენიშვნა მისცა მე ეს ჩავდე ნუგეში და მე გაეცანი რომ ის მამაო ამბობს რომ ბიბლია არ არისო თავარი ავტორიტეტიო ეს არ შეიძლება ამის თქვა თუ ბიბლია არ არის თავარი ავტორიტეტი მაშინ რა გამოდის ხო ჩვეულებრივი პროტესტანტები ვართ მაშინ ჩვენ რა ბიბლია არის ნომერ პირველი ავტორიტეტი ოღონდ არა ერთ-ერთი არა ერთი არამედ ერთ-ერთი ბიბლია პირველი შემდეგ არის წმინდა გარდამოცემა იგივე ჯულის კანონი და მესამე არის ლიტურგიკული ძეგლები სამი ავტორიტეტი ყავს ეკლესიას მარტო ბიბლია არა ეთყობა მამაოს უნდა ეთქვა რომ და ის ამონარიდი ნახა იმ პიროვნება არც ერთი მამაო მაგას არ ეთქვის რომ ბიბლია არ არის ავტორიტეტი მთავარი პირველი არის წმინდა წერილი მაგრამ აი პროტესტანტები ამბობენ რომ sola scriptura მარტო წმინდა წერილი ეს უკვე სექტანტობა როცა იძახი რომ მარტო წმინდა წერილია მთავარი წმინდა წერილის საცავში როგორ შევიდე როგორ გავიგო იქ ხო რამდენი დომინაცია გახდა ჩამოყალიბი და ამის გამო ასე რომ დაიმახსოვრეთ პატივცემულო მაყურებლებო პირველი არის წმინდა წერილი მეორე არის წმინდა გარდამოცემა კრებები ანუ განმარტებები წმინდა წერილის და მესამე ლიტურგიკული ძეგლები ანუ წირვა ლოცვაზე რაც იკითხება და იგალობება ეს არის დოგმატი არ შეიძლება იქ რამე მცდარი საგალობელი იყოს ამ მცდარი სწავლება გადმოცემული აი ეს სამი არის მთავარი შეურყეველი და აუცილებელი და ჩვენ ვართ ზუსტად აი ამ სწავლებებზე დამოკიდებული შემდეგი კითხვა ვესწრები რომ ცოტა ვისაუბრო და ბევრ კითხვას გავცე პასუხი ნახეთ ესეთი კითხვა აქვს დაწერილი ადამიანს ლოცვითი განწყობა როგორ გავაძლიეროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალო ერის ადამიანი ვარო შემთხვევაში ეს ადამიანს საინტერესო კითხვა აქავე დავძენ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ქრისტიანმა ლოცვა არ იცის რატო მარტო კითხულობენ და არ ლოცულობენ როცა მარტო კითხულობ და არ ლოცულობ მაპატიეთ და კეფთაყვანისმცემლობაში და მაგიაში ხარ აბრაკა დაბრა მამბარბია კერკუდო არ გესმის რას ამბობ დიახ ასეა ოდესაც მიდიხარ ხატი ამბორები და არის ამდოს რა ტროპარი უნდა თქვა ის ხატი უკვე იმ ხატთან შენ უკვე კონტაქტი არა გაქვს თუ შენ გონია რომ ის მარტო დასრულდა შენი ურთიერთობა ხატთან და იმის იქით სარკმელი არ გაიჭრა ზეცაში და იმ ხატმა შენ არ აგამაღლა იმ წმინდანამდე რომელიც იქ არის გამოსახული მაშინ შენ უკვე კეფთაყვანისმცემელი გამოდიხარ და ძალიან ცუდია უნდა იცოდე რომ ხატი არის სარკმელი შენი სულიერება ხატთან არ ჩერდება ხატი გეხმარება ვერტიკალურ მდგომარეობაში რომ ამაღლდეს შენი გონიერება და ასევე უნდა იცოდე რომ წმინდანი კი არ გისრულებს თხოვნას წმინდანი არის მეოხი რომელიც ღმერთს ევედრება რომ შეგისრულოს და რომელიც წმინდანიც დაგეხმარა შენ მადლობა მაინც წმინდა სამებას უნდა უთხრა და არ უნდა თქვა რომ ეს წმინდანი მე ყველაფერს მისრულებს არასწორია ჩემო კარგებო უკვე აქაც კეფთაყვანისმცემლობაში გადადიხარ და ღმერთს ვტოვებ ჩვენ უსაქმურად ფაქტობრივად ხო წმინდანები აი ტროპარი რას ნიშნავს ძველ ქართულად ოხითა
მეოხებითა, ანუ აი ამ წმინდანის მეოხებით, რომელიც ამ კონკრეტულ ხატზე არის გამოსახული, მე უკავშირდები ღმერთს და იმ ხატით და წმინდანით შენ თუ ღმერთს ვერ დაუკავშირდი, უკვე შენ დაგაბრკოლა ამ წმინდანმა და ამ ხატმა. არ შეიძლება იესო ქრისტეზე მეტად გვიყვარდეს და ვეთაყვანებოდეთ ვინმეს. ამის მაგალითები ძალიან ბევრია, შედიან ტაძარში და სპირიდონ ტრიუმფალტელის ხატთან მეტი ადამიანი ლოცულობს, ვიდრე იესო ქრისტესთან ან დედა ღვთისმშობელთან. ეს უკვე უმეცრება, ეს არის ქრისტიანული წარმართობა. დიახ, ქრისტიანული წარმართობა, როცა შენ ტაძარში მხოლოდ მატერიალურს ითხოვ, დამეხმარე, მომეცი, მინდა, ხელფასი მომიმატე სამსახური შემიცვალე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ღმერთი ითხოვს რას? უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ სასუფეველი ცათა, ანუ სულის ცხონება, ღმერთი რო იყოს შენი უფალი და სიმართლე მისი, ანუ ჭეშმარიტი ამხსარებლობა და დანარჩენი ვიცი რომ გინდათ და ყველაფერს მოგცემ. მაგრამ თავარს რო არ ითხოვ და ითხოვ მეორას, ამ დროს უკვე ღმერთი ბუნებრივია, არ დაგეხმარება, რატო იცი? უფრო მეტად წარმართი გახდები და ამას იქადაგებ და იტყვი რომ ნარეყალაზე რო ავედი, წმინდა ნიკოლოს ვევედრე და ხელფასი მომიმატა. სამსახური დავიწყე. რა თქმა უნდა, გვეხმარება წმინდა ნიკოლოზის მეოხებით ღმერთი, მაგრამ შენ თუ ტაძარში ამიტომ დადიხარ, უკვე ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია. თუ დაკვირვები ხართ მადლიერებისთვის ნაკლებად მიდის ხოლმე ადამიანი სამადლობელის სათქმელად ტაძარში და უფალთან, ვიდრე სათხოვნელად მივდივართ მეტწილად, როცა გაგვიჭირდება ყოველთვის. ხო არის ეს მომენტიც ადამიანების ცხოვრებაში, მოწყვეტილია ტაძარს, მართლმადიდებელია, მონათლულია, მაგრამ წირვას არ ესწრება, ლოცვას არ ესწრება, ლოცვებს ყოველდღიურს არ კითხულობს და განსაცდელი მიიყვანს ხოლმე ტაძრამდე, მაგრამ როდესაც კარგად ვართ და კარგ სიტუაციაში ვართ უკვე ჯანსაღად, ჯანმრთელობა იქნება, ეს მატერიალური იქნება, მადლიერებისთვის და უფალთან მადლობის სათქმელად ნაკლებად მიდის ხოლმე ადამიანი ტაძარში. ამას დაკვირვებული. ამის იგავიც არსებობს, ხო? 10 კეთილოვანი და ერთი წარმართი დაბრუნდება მარტო ქრისტესთან. ხლა რა შორს წავიდეთ, მე არ მეყვარს, მე ვინა ვარო, ჩემი გამოცდილები და რამე მოგიყვეთ, მაგრამ 2005 წლიდან ვიყავი პენიტენციარული სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ, როდესაც ყოველდღე 10-ობით და 100-ობით ადამიანს აკავებდნენ და საპატრიარქო შეწყალებით ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, ასე თქვათ, გარეთ. და იცით, რამდენი ადამიანი პირდებოდა, მე ციხეში რო შევდიოდი, რომ ამაო, როგორც კი გამოვალ, ნარეყალაზე ვიწყებო სიარულს. და აქედან მხოლოდ ერთმა და ორმა ადამიანმა შეასრულა თავისი პირობა. მე ისინი მე შემხვდნენ ესე ქუჩაში და აუ მამაო კი მაგრამ აი აუცილებლად შვილო თხილად იყავი მეორედ არ აღმოჩნდა იქნეთი არაფერი არ გინდა მე ხლა არ გინდა რომ დამინახე და რას ბოდიშობ კაცო მე კი ნუ მიბოდიშებ ღმერთს უთხარი მადლობა ჩემო კარგო რომ შენ ვერ მიხვდი რატო იყავი იმ საპრობილეში ვერ მიხვდი და რახან ადამიანი განსაცდელს ვერ ხვდება განმეორება ხდება ხოლმე მერე იგივე ესნევა აი მაგალითად ადამიანი გამოწერეს კლინიკიდან ხო ექიმმა ჩამოუწერა წამლები და უთხრა ფიზიკური აქტივობა ეს საკვები აღარ მიიღო თამბაქო აღარ მოწიო სასმელი აღარ დალიო ხო იპოლიტე ხუჩია გამოხსენდა კიდეც მოწევ კიდეც დავლევ და ხო აი ეს ხო იმიტომ არის ქართული ფილმი რომ დაგვანახოს ჩვენი სახე ხო ესე იგი რომ გამოდის შვილი ეუბნება გაიგონე ექიმა რა გითხრაო გავიგონეო ხო აი ასია ბევრი ადამიანი ერთ კვირაში ერთ თვეში ავიწყდებათ საპრობილეც ავიწყდებათ კლინიკაც ავიწყდება და მერე რატო ხდება რომ მეორედ მიდიან ხო მერე მეორედ და რატო მერე ვერ უნდა მიხვდე რომ პრობლემა რო ჩვენშია პრობლემა ხო განსაცდელი ესე იგი ის განსაცდელი ვერ განიცადე ვერ მიხვდი რატო იყავი საპრობილეში და რატო შეგემთხვა რაღაც გარკვეული პრობლემა და კიდევ გამეორდა მაგრამ უკვე მერე სამწუხაროდ ეს ქართული ფილმი როა ჯარისკაცის მამა ერთხელ დაიჭრაო ბიჭი ორჯერ დაიჭრაო არაკმარაო დედა რო იძახის ხო აი ხო უნდა მიხვდე ხო გონიერი არსება ხარ ხო უნდა მიხვდე რა აი არიან ადამიანები თეკლა
რომელსაც ჰორიზონტალური აზროვნება გააჩნიათ რა. მარტო აინტერესებს დაბლა რა ხდება, ხო? აი, ნუ არქეოლოგია შეისწავლეს, ბოტანიკა, ზოოლოგია, ნუ ყველანაირი სპორტი იციან, ისიც იციან ხვალ ეხლა არგენტინა გაიმარჯვებს თუ ესპანეთი გაიმარჯვებს, ყველაფერი იციან. რამდენი გოლი გავა ეგეც იციან და უკვე ფსონების დადეს, მაგრამ ის არ იციან რამდენი მოციქული ყავდა ქრისტეს. ის არ იციან რომ ცხონება მართლმადიდებლობაშია მხოლოდ. ის არ იციან რომ აღსარება უნდა თქვა და კვირას ლოგინში არ უნდა იკოტრიალო და წირვაზე უნდა წახვიდე. ინდაც არ ეზიარო, მაგრამ ევლოგია მიიღო, ქადაგება მოისმინო, მაგრამ იცით რას ამბობე? დრო არა მაქვს და მიდიან სათევზაოდ, მიდიან მანქანების ბაზრობაზე, მიდიან სავაჭროდ, სანამ რამე ჯვარი წერია ყველას, რამე განსაცდელი არ დაატყდება თავს. განსაცდელი რა არის? დედა რო უყურებს შვილს, ხო? უყურებს, ერთხელ უთხრა, ორჯერ უთხრა, სამჯერ. არ ესმის და მერე რო ტაცა ყურში ხელი, ხო? თანამედროვე ფსიქოლოგები გვარიგებენ, რომ ბავშვს არ უნდა გაუბრაზდე. ესე იგი წარმოვიდგინე, რომ ბოსტანი რო არ გამარგლო, რა მოხდება ეგ თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ხო? ხო? გაუბრაზდე იმას კი არ ნიშნავს, რომ ბილსიტყვაობით ან წყევლაკრულით მიმართო. უნდა უთხრა შვილო, ეს არ შეიძლება. ადამიანი გონიერი არსებაა და ჯოხი კი არ უნდა დაარტყა და თავში კი არ უნდა ჩაარტყა. უნდა დასვა და შეაგნებინო. რომ ამისი დრო სადა აქვს შობელს, ხო? გადადიან წყევლაზე, ბილსიტყვაობაზე, აღარ გიყიდი ამას აღარ გავაკეთებ, ფულს აღარ მოგცემ და აი ესეთი დამოკიდებულება, ხო? რაღაცა ძალიან იაფასიანი ურთიერთობა. და ჩვენ შვილებთან არ გვაქვს დრო, რომ დავჯდეთ და ვესაუბროთ და უთხრა რომ სად იყავი მამიკო დღეს, სად იყავი? დღეს წაიკითხე რამე. აი გადმოუდე წიგნი რა. დაახლოებით ხო იცი შენი შვილი რა დონეს კითხველი უნდა იყოს. და მე რომ მამა მაკითხებდა, იცით როგორ მაკითხებდა? ჯერ მიყვებოდა და მაინტრიგანებდა, აი ესე და მე წაიკითხე, აბა წაიკითხე მე ნახე მე და შენ რო არ აკითხულობ წიგნებს, არ ჩემი შვილი არ კითხულობს წიგნებს. რასაც დედა და მამა აკეთებდნენ, შვილიც იმას აკეთებს, ხო? მობილურში აქ ჩაყოფილი ცხვირი, ან თამბაქო, ან მარტო ფეხბურთი, ან ბილსიტყვაობა, განკითხვა და საუბარი იმაზე, ვის რა აცვია, ვინსად ნახეს, ვინსად დაისვენა, ვინ მოკლედ ვის უღალატა და ამასთან ბავშვებთან ყვებიან. საშინელებაა ეს ყველაფერი. არავინ არ ეუბნება ბავშვს რომ წიგნი, რატომ გაჩვენეთ ეს წიგნი, ხო? დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე ადამიანი მაინც შეიძენს ამ წიგნს და წაიკითხავს, იმიტომ რომ აი ამ წიგნს თუ ადამიანი წაიკითხავს, უკვე ზოგადი წარმოდგენა ექნება. ეს არის ღვთისმეტყველების ანბანი ფაქტიურად ანთოლოგია და საინტერესო და თან ზაფხულია ხალხო, ეხლა ეს ზაფხული ჩვენთვის იყო, როცა არ TikTok იყო, არ სოციალური ქსელები არ იყო. აი რა ვიცი, მე მაგალითად სულ კითხულობდი და არა ჯოკერსაც თამაშობდი, გავდიოდი უბანში, ეხლა არც ესე არ შეიძლება რომ აი ხან გურთს თამაშობდით, ხან ჯოკერს, მაგრამ მე თუ დამავიწყდებოდა, მამა ყოველთვის მეძახდა და გია ძალიან ბევრ დროს კარგავ და ყოველთვის მე აი ციგნმა ხო გატაცება იცის არა რა საინტერესოა. რაღაცნაირად ეხლა მინდა რომ ამ ჩვენი გადაცემის მერე დიდებმა და პატარებმა ციგნები გადაშალონ. სხვანაირად ადამიანის გონება ვერ განვითარდება. როგორც გინდა ბევრი ვისმინოთ, ხო? თუ შენ არ კითხულობ, ის თავში არ ჯდება, არ იხუნება ჩვენი გონება, არ ითესება საინტერესო და ხანდახან ქადაგების დროს ისეთი რაღაცები გამახსენდება ხოლმე. აი ერთხელ მაგალითად ჟიულ ვერნის 15 წლის კაპიტანი გამახსენდა ქადაგების დროს. წარმოვიდგინე, როდესაც ქადაგებდი რაზე? რომ სინდისი რა არის? აი სინდისი არის ერთადერთი სიტყვა, ერთადერთი არა, მაგრამ ქართულში რომელიც დაკარგულია, თუმცა არსებობს და ბერძნულიდან არის შემოტანილი ჩვენთან. ერთ-ერთი ენათმეცნიერი ამბობდა, რომ ერთადერთი ხალხი ვართო ქართველები, რომ საკუთარ ენაზე ვართ სინდისი გაგვაჩნიაო და არც ნამუსი. და ამ დროს მე-10 საუკუნეში, როგორც ბატონი ედიშერ ჭელიძე ბრძანებს, თანაგონება ერქვა სინდის. თანაგონება, ის გონება, რომელიც ღმერთმა, აი თქვა, არ იცი სახარება, არ იცი ბიბლია, არ აკაო მოძღვარი, არ იცი, მაგრამ ის რომ რა არ უნდა გააკეთო, ის არის თანაგონება. ხო და აი ადამიანი რომ დაზიანდა და დაეცა,
ის სინდისიც დაზიანდა. სინდისი არის კომპასი. და ამ დროს გამახსენდა 15 წლის კაპიტანი, ესე იგი ხის კარგი კარაველა შევიდა ზღვაში და აი ამ კარაველაზე აღმოჩნდა ერთი ბოროტ მოქმედი. კომპასის ქვეშით ამოდო რკინის ნივთი და გემა შეიცვალა მიმართულება. ეს არის ბოროტის სული, რომელმაც ჩვენი სინდისი დააზიანა და ჩვენ უკვე არასწორი მიმართულებით მივდივართ. აი რამხელა სიმძნეა ჟიულუმერში, მაგრამ მე მაშინ ამას როგორ მივხვდებოდი? და მე რომ წავიკითხე საღვთისმეტყველო წიგნები, მე მივხვდი რომ აი იმ საბავშვო წიგნებშიც კი იყო ჩადებული ღვთისმეტყველება და ძალიან საინტერესოა. ხო და აი ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ სინდისი, გონება, აზროვნება, თავისუფლება, ამით ახარ შენ ადამიანი. სინდისის ხოველებს არ აქვს, ფრინველებს არ აქვს, თევზებს არ აქვს. ხო და სინდისიც რო აღარ იყო საკმარისი, ამიტომ ინება ღმერთმა ამ ქვეყანაზე მოსვლა, რადგან სინდის გარეცხილები ვიყავით და ზოგიერთები კიდევ დარჩნენ. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ასეთი პატრიარქი როგორი ჩვენ გვყავდა ილია მეორე და ასეთი პატრიარქი როგორც ახლა ჩვენ გვყავს შიო მესამე, მამა გაბრიელი, რომელსაც მთელი რუსეთი უკვე ეთაყვანება, ათონელი მამები და ასეთი ბრწყინვალე წიგნები გვაქვს და შენ იძახდი არ ცოდნა არ ცოდვა. წარმოგიდგენიათ საშინელება დღეს რო ადამიანი იტყვის რომ არ ვიცი ხო? აბა რანაირად შეიძლება მესიმ რამდენი ბუცი აიღო და რამდენი ბურთი აიღო ის იცი შედალოცილო ხო? პელე იყო ძლიერი თუ მარადონა ეგ იცი და ის რატო არ იცი პეტრე ვინ იყო და პავლე ვინ იყო კაცო? როგორ შეიძლება ხო? ხო არ შეიძლება რომ მარტო ჰორიზონტალური აზროვნება ქონდეს. უნდა ქონდეს ვერტიკალური აზროვნება და უნდა როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს შესაქმის განმარტებაში, შენ ხარ ვერტიკალური არსება და უნდა ზევით იყურებოდე და ძროხა, ძაღლი, ეგენი არიან ჰორიზონტალური არსები და მიწას მისჩერებიან. იმიტომ რომ ისინი ვერ ცხონდებიან, სული არ აქვთ, ხო? და შენ ხარ ვერტიკალური არსება და უნდა იცოდე რომ შენი სამშობლო არის ზეცაში, მაგრამ აქ თუ არ მოემზადე ამისთვის, რანაირად იქნები, ხო? აი, როდესაც ადამიანი, ახლა ჩვენ ემიგრანტები, ბევრი მეგობრები ყავს მოგეხსენებათ, უცხოეთში რო ადამიანი მიდის თეკლაბა დაფიქდი, როგორ ემზადება, ხო? როგორ ემზადება, ჯერ არ იცის სად რა ხდება, იქიდან ეუბნებიან, კარგად არის ყველაფერი ჩამოდი რა, ჩაალაგებს ხო ჩემოდნებს, ემშვიდობება, ახლობლებს, რაღაცების მიდის წრემლებით. აი, რა წარმოიდგინეთ, თუ კი ემიგრანტი უცხო ქვეყანაში ასეთი მომზადებული მიდის, შენ არ უნდა მოემზადო იმ სეციური ქვეყნისთვის და როგორ ფიქრობ, ესე მე იქ რომ აახელ თვალებს იტყვი რომ უკაცრავად იცით მე არ ვიცოდი რომ არსებობდა სასუფეველი და თუ შეიძლება უკან დამაბრუნეთ და მოემზადები და მე დავბრუნდები, ხო? ამის დრო უკვე აღარ იქნება. აი ბერი პაისი ამბობს კარგად რომ ათეიზმი დამთავრდება გარდაცვალების დროს. როგორც კი ადამიანი გარდაიცვლება, აიხილება თვალები და მიხვდება რომ არავით არის ათეიზმი, ხო? და იხილავს სასუფეველს, ოღონდ, აი იქ მერე სად მოხდება ნათელში თუ ბნელში, აქ უნდა მოხდეს ამისი გარკვევა. აქ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ცხონდება თუ ვერ ცხონდება, კეთილი ხარ თუ ბოროტი, შურიანი ხარ თუ მოსიყვარულე. ასე რომ, რა ვიცი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მე მგონი თანამედროვე მოზღვრები, რომ ადამიანებს შევაყვაროთ ღმერთი, რომ პირადი მაგალითით, წმინდანების ცხოვრების მოყოლით, ასეთი გადაცემებით, ხომ ვიქადაგოთ ჟამიერად, უჟამოთ, დილით, საღამოთ, შუადღით, რა ვიცი, ჩვენი გარეგნობით, ჩვენი მეტყველებით, ჩვენი საუბრით, ჩვენი ქველმოქმედებით და დამერწმუნეთ, რომ ჩვენმა გადაცემამ თეკლა ერთი ადამიანის რომ მოაქციოს, ჩვენ 60 გარანტირებული გვაქვს. იაკობ მოციქული ამბობს, რომ ერთი ცოდვილის მომქცევიო, ცოდვილი გზიდან უამრავ ცოდვას დაფარავსო და სულს ჯოჯოხეთიდან იხსნისო. ნახეთ რამხელა სიტყვები. მე არა მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი გადაცემა ახლა ნახევარ ევროპას მოაქცევს და ნახევარ საქართველოს, მაგრამ ერთი ადამიანის თუ დავაფიქრეთ და ერთი ადამიანი ჩვენი გადაცემის მერე თუ ხვალ წირვაზე წავა, მე მგონი რომ ძალიან დიდი ბედნიერება იქნება. და მოდი ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და
გეტყვით, რატომ უნდა წავიდეთ წირვაზე? ზოგი ფიქრობს ახლა მამაო, იმიტომ იძახის რომ სამთელი გაიყიდოს, ხო, იქ რაღაცა მრევლი აღარ აყავს და იქნება მრევლი მოემატოს და ასე შემდეგ. პირველ რიგში ადამიანი იმიტომ უნდა წავიდეს წირვაზე, რომ სულიერი საკვები მიიღოს. ჩვენ ქორწილში, ნიშნობაში, ნათლობაში მივდივართ, გემრიელი სუფრაა გაშლილი, ხო? და გემრიელად მოვილხენთ ხოლმე, რა ჯობია ამას, ეკლესია ამას არ გძალავს ზომიერების ფარგლებში. და სულმა არ უნდა მიირთვას, სად უნდა მიირთვას სულმა? სულმა უნდა მიირთვას ტაძარში, რა უნდა მიირთვას? სისხლი და ხორცი იესო ქრისტესი. მეორე, რას ვეუბნებით ხოლმე? თეკლა გაიხსენე, აბა, როცა ადამიანი ეზიარება, რას ვეუბნებით? საკურნებლად სულისა და ხორცისა. პასუხის სული რო იკვებება, მეორე ინკურნება ადამიანი, ინკურნება ჯერ სული და მერე სხეული და მესამე სულიერად უნდა დაყურდეს, ქადაგება უნდა მოისმინოს. აი სამი რამე რის გამოც ადამიანი უნდა წავიდეს ეკლესიაში. სულიერი საკვები, სულიერი განკურნება და სულიერი განათლება, რომ მიიღოს მოძღვისგან, სახარება მოისმინოს და წირვის ბოლოს მოისმინოს სახარების განმარტება. აი ამიტომ უნდა წავიდეს ადამიანი ტაძარში. და თუ რამე ისეთი მძიმე ცოდვა არ შეუდენია, რა თქმა უნდა მოძღვარი მას აზიარებს და ხანდახან მეცინება ხოლმე, რომ აი გუშინ პირველის ნახევარზე წყალი დავლია მამაო და ვერ ვეზიარე. და ამ დროს გული ბოროტებით აქვს სავსე და განეკითხავს ბილსიტყვავს. მეთხარ მეტი არაფერი დაგიშავებია? ეხლა მანქანით რომ მოდიოდი არ წამოგცდა არაფერი? ხო, როგორ არა ერთმა მანქანამ გადამისწრო და ცოტა გაუბრაზდე. ცოტა კი არა, საკმაოდ კარგად გაბრაზდი და ეგ უნდა თქვა შვილო აღსარებაში, რომ ბილსიტყვაობს საჭესთან, რომ შეგშურდა შენმა მეზობელმა ახალი მანქანა რო იყიდა და არა ის, რომ პირველის 25 წუთზე წყალი დალია. ეს არ არის მთავარი და კმილებს რო ისუფთავებდი, წყალი გადაგცდა და ვეზიარო თუ არა. აი, ხვდებით? აი ეს არის ფარისევლობა, რომ დაწვრილმანდი ვითომ იმდენად სულიერებაში ხარ, რომ ეს გაკავებს ზიარებაზე და ამ დროს სახში ჩხუბობ, სამსახურში ჩხუბობ, გული ბოროტებით აგაქვს სავსე, ამას კი ვერ ხედავ. ისე გვაქვს ენი შეფუთული ქვეცნობიერში. აი ახლა კიდევ ერთი კარგი ილეთი უნდა გასწავლოთ. ამასთანავე ერთმა ძალიან კარგი ბიჭია ლუკა ციკლაური, მინდა რომ შენ მასთან ერთხელ გადაცემას გააკეთო, ჩვენი ნამზნუგეშის წევრია, ძალიან კარგად მღერის, ერთხელ იუმორინაშიც ჩართო გია ბაღაშვილმა, გადასარევი ხმა და გადასარევი პიროვნება, ეხლა ახალი დაქორწილებულია. და შემეკითხა რომ აი ფარული ცოდვები, რომელსაც ვერ ვამჩნევთო, როგორ უნდა მივხვდეთო მამაო, ხო ჩვენ ყველა იგივეს ვამბობთ ამპარტაუნებით, მრისხანებით, ბილსიტყვაობით, ეს გასაგებია, მაგრამ რამდენი ცოდვაა, ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ, ხო? აი გასაცდელის დროს, რომელიც ცოდვებსაც ჩაიდენ მარტივად, აი ეს არის შენი ფარული ცოდვები. თუ მრისხანე ხარ, მაშინვე ყვირილის დაიწყებ, თუ ბილსიტყვაობაში ხარ, მაშინვე ბილსიტყვაობაზე გადადიხარ, თუ შურიანი ხარ, მაშინვე შეგშურდება. და რაც მთავარია, სხვა ადამიანში ხედავ იმ ცოდვას, პირველ რიგში, რაც შენ თვითონ ყველაზე ძალიან გაწუხებს. და მაშინვე იძახე, რა ამპარტავანია? იმიტომ რომ შენ ახარ ამპარტავანი. რა ბევრს ლაპარაკობს? იმიტომ რომ შენ ლაპარაკობ ბევრს. რა უხეშია? შენ ახარ ასეთი და იმიტომ. ძალიან მარტივია, რასაც შენ სხვაზე ამბობ, ის ხარ შენ თვითონ. შენ ადამიანებს კი არ უნდა მოусმინო, მამა გიორგიზე რა სიტყვია. არამედ რასაც მამა გიორგი ამბობს სხვებზე, აგით მიხვდები ვინ არის მამა გიორგი, ძალიან მარტივია. შეიძლება ვიღაცები მაქებენ და მამა გიორგი და იონო კროპის მადარარი, მაგრამ არ მოусმინოთ ეკლა მოგატყუებენ. რასაც მე თუ შენ ეთერში სულ განკითხვაში ვარ და სხვა ღდლებს განვიკითხავ, ესე იგი მიხვდი ვინცა ვარ, ხო? როგორც კი ჩვენ სულს ვიტყვით სხვაზე, უკვე ფაქტიურად ჩვენი თავი გამოვაშკარავეთ. ცოლი რომ მოდის აღსარებაზე და თავის ქმარზე საუბრობთ, მაშინვე ვაჩერებ, ვეუბნები ქალბატონო, თქვენ აქ საჭორაოდ მოხვედით ჩემთან თუ აღსარებისთვის, როგორ არ უნდა გითხრათ, ტოტო დავიწყევლე? რაში მაინტერესებს, რატო დაიწყევლე კი არა, რომ დაიწყევლე, ეგ უნდა მითხრა და შენ თუ ეხლა ყვები რომ ჩემი ქმარი ნასვამი რომ მოვიდა და
იგინებოდა და მე დავიწყევლე, შენ თავს იმართლებ, ეს აღსარება კი არ არის. შენი ქმარი რომ მოვიდა ნასვამი, შენ არ უნდა დაიწყევლო, შენ პირიქით კაცი ამ დროს ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ არის და შენ პირიქით კიდე წყევლი უყვირი და უნდა უთხრა ჩემო ძვირფას ეტყობა მეტი მოგივიდა ხო არა უშავს მოდი დაისვენე დაწნარდი ან ყავა უდუღი ან ჩაი და დილით რო გამოფხიზლდება დილით ჩაუტარე მე აგიტაციური საუბრები უნდა ამხელა კაცი რას გავდი რა დღეში იყავი რა დაგემართა წყევლა კრულვის გარეშე მაგრამ ცოლი მოდის წირვაზე და აცხადებს რომ მე იმიტომ დავიწყევლე და იმიტომ ვიყვირე რომ ჩემი ქმარი ძალიან ნასვამი მოვიდა ეს ახსარება არ არის უკვე ეს მეჭორავება თავის ქმარზე მე ვთქვა ვეუბნები ქალბატონო მე თქვენი ქმარი როგორი მოვიდა ეს ჩემი პრობლემა არ არის შენ როგორ დახვდი შენ როგორ გაუმკლავდი იმ სიმთვრალეს შენ ხო ფხიზელი იყავი შენ ხო ქრისტიანი ხარ და ვერ მიხვდი რომ იმას ლოთობის ეშმაკები ყავ დახვეული და შენ კიდე თავს დაესხი და წევლა კრულვა გაყრაზე ესაუბრები და ის კაცი სუგადარი ამ დროს ხო ფაქტიურად და იმან მერე კიდევ დაამატა დაიწყო კიდევ ვირციტყვაობა და ეშმაკი გახარებულია ამით ხო როდესაც ხედავთ რომ ვინმე ვირციტყვაობს იწევლება ბევრს ლაპარაკობს და შენ განეკითხავ ესე იგი მივხვდი რომ შენ მონათესავე ცოდები გაქვს იმ ადამიანის და მაშინვე დააფიქსირებ შენ თავს. დავით მეფსალმონი ამბობს რომ უფალო ჩემი გული დამანახეო. საინტერესოა ნახე ჩემი გული დამანახეო. რას ამბობს კიდევ ფსალმონში რომ შვილო მე მგონი სოლომონის სიბრძნეა მომეცი შენი გული. ღმერთს უნდა რომ ჩვენი გული ასე ისწავლოთ მომეცი შენი გული რომ შენი გული მიჯაჭული არაფერზე არ იყოს არც ადამიანზე არც ნივთებზე არც კონკრეტულ ადამიანზე გადამეტებული შეყვარება არ შეიძლება და ესე ამბობენ ხოლმე უიმედოდ შეყვარებულები რომ ღმერთი ხო სიყვარულია კაცო ღმერთი რო სიყვარულია ეს იმას კი ანიშნავს შენ ვიღაცა რეგვენდი რო გიყვარს ეს ღმერთის სიყვარულია ეგ არ არის ღმერთის სიყვარული ეგ უნებაა ჩემო კარგო ეგ სხვა რამეა ღმერთის სიყვარული იცი რა არის აი რომ ხედავ რომ მეზობლის ბავშვი რომ ცუდად იქცევა რაღაცა უჭის და მიხვალ და საკუთარი შვილივით რომ მოეფერები და მოხუცებულს რომ როგორც საკუთარ ბებიას ისე დაეხმარები და მიაწვდი საჭმელს აი ეგ არის ღმერთის სიყვარული მაგრამ სხვისი ქმარი რო გიყვარს და სხვისი ცოლი რო გიყვარს ეგ არ არის ღმერთი ეგ არ არის ღვთაებრივი სიყვარული ეგ უნებაა ეგ არ შეიძლება და მაშინვე პირზე აკერიათ რომ ღმერთი ხო სიყვარულია ყველანაირი სიყვარული არ არის ღმერთი ღმერთის სიყვარული არის უანგარო ჭეშმარიტი როგორც პავლე მოციქული ბრძანებს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის 13 თავში მაშინვე ეს იციან ხოლმე მოდიან ესეთ ნიანგის რემლებით და ღმერთი ხო სიყვარულია აბა კარგად დაფიქრდი რანაირი სიყვარულია კაცო როცა ვნებით გიყვარს და უკანონოდ გიყვარს როგორ შეიძლება ეს ღმერთის სიყვარული იყოს არ არის ეს ღმერთის ეგ ეროსია ადრეს ვისაუბრე ხო გახსოვთ ეკლა თქვენს გადაცემაში ეროსი სხვა არის ფილოსი სხვა არის აგაპე სხვა არის ასე რომ უნდა გავარკვიოთ რომელი სიყვარული გტანჯავს შვილო ღვთაებრივი ქალის და კაცის მეგობრული თუ ამას გარკვევა უნდა ჩვენ ხო პირუტყვები არა ვართ რომ რაღაცა ინსტინქტურად მოგვინდეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და არ გვაინტერესებდეს მაქვს უფლება არა მაქვს უფლება ხო აი დაიმახსოვრეთ რომ ადამიანში არსებობს ორი ნებელობა ერთი არის ბუნებრივი ნება მეორე არის პიროვნული ნება რა არის პიროვნული ნება უყურეთ თქვათ მომინდა ხინკალი მაგრამ ოთხშაბათია ჩემი ბუნება მეუბნება რომ მინდა ხინკალი მაგრამ მეუბნებ დღეს ოთხშაბათია არ შეიძლება თუ მე დავემორჩილები ბუნებრივ ნებას და შევჭამ ესე იგი ჩემში წინ დგას ადამიანური დაცემული ბუნებრივი ნება და ვამბობ რომ ეს მიყვარს არ შეიძლება კაცო არა მიყვარს რა ვქნა უნდა ვჭამო არა არ მინდა რა ვქნა მარხვა არ მაინტერესებს ესე იგი შენ ხარ ინსტინქტებით მაცხოვრებელი ადამიანი და არა ხარ შორს პირუტყვიდან მაგრამ თუ შენსი პიროვნული ნებელობა არსებობს იზახი ის ადამიანი კი მომწონს მაგრამ მე არ მეკუთვნის რომ მას რა ვიცი სიყვარული აუხსნა ძალიან მინდა ხორცი ვჭამო მაგრამ დღეს ოთხშაბათია აი მაშინ ახარ ადამიანი მაშინ ახარ პიროვნება რომ მარადის საკუთარ თავზე მაღლა დადგები ქრისტე რას ამბობს უარყავ თავით ვისი შემომიდექი მე
ხო? აი ეს უარყავ თავით ვისი არის ნიშნავს იმას, რომ პიროვნულ ნებას დააყენებ ბუნებრივ ნებაზე მაღლა. ასეთი რამე გაგიგიათ ეკლა ხო რომ ამბობენ ხოლმე რომ როცა გინდა უნდა ჭამო ეგ უფრო ცოდვაო, როცა გინდა და არა ჭამო. რა კარგად მოიფიქრა ადამიანმა რა ესე იგი. ესე იგი არაო როცა გინდა უნდა ჭამო ეგ უფრო ცუდია რო გინდა არა ჭამო. და ამბობს მარხვაა და ხო და აი ამიტომ ჩემო ძვირფასები უნდა ვისწავლოთ. და აი ეს ყველაფერი ასე ახლა მე ვთქვი, თუ არ იცი როგორ გაარჩევ რომელია ბუნებრივი ნება და რომელია პიროვნული ნება. ამ დროს შენ გონია რომ შეუდექი ქრისტეს, მაგრამ არ ახარ შედგომილი ხო? არც მარხვას ინახავ, არც გარკვეულ ცოდვებზე უარს არ ამბობ, რანაირად შეუდექი ხო? არ შემდგარ ხარ. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა რომ მოძღვრებმა გასწავლოთ თუ რა თქმა უნდა გაინტერესებთ რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება, რა არის თავდაბლობა. შეიძლება შენ თავი თავდაბალი გონია, მაგრამ საშინელი ამპარტავანი ხარ, ხო? შეიძლება შენ თავი 64-ში გონია და ყველას მაღლიდან უყურებ უკვე. და ამ დროს ჯოჯოხეთთან ახარ ძალიან ახლოს. არც ერთ წმინდა მამას არ ეგონა რომ 64-ში მოხდებოდა. ყველა ევედრებოდა ღმერთს და ტიროდა ბასილი დიდი, სისოი დიდი, პახუმი დიდი. დიდი ნიშნავს რომ ამაზე დიდი ტიტული აღარ არსებობს. არის ნეტარი, არის სალოსი, არის დიდი, ხო და დიდი რას ნიშნავს ესე იგი რომ ამაზე მეტი ტერმინი უკვე აღარ აქვს ეკლესიას რომ ადამიანი შეამკოს. ხო და ყველა დიდი მამა ტიროდა სიკვდილის წირო ცოტა ხანი კიდე მაცოცხლე ღმერთო რომ ვერ მოვასწარეო სინანული არ და თელი ცხოვრება სინანულში გაატარეს. ხო და ზოგი იცი ფიქრობს მე ეხლაც რომ მოკვდე არა კაცო მე არ მიმრუშია არ მომიპარავს არაფერი მე დღესავე რომ მოკვდე 64-ში ვიქნებ. აი ვინც ასე ფიქრობს ძალიან შორს არის 64-დან ერთმა დაიფაროს ყველა. არ შეიძლება ამის ფიქრი რომ მე უკვე გადარჩენილი ვარ და არა პირიქით. აი მე მაგალითად ადრე ვთქვი და გამეორდები რომ და ყველა მღვდელი. მე რომ მღვდლობამდე წამეკითხა იოანე ოქროპირის 6 სიტყვა მღვდლობაზე. ურჩევ ყველა ადამიანს ვისაც მღვდლობა უნდა ჯერ ეს წიგნი წაიკითხონ და მე ისე იფიქრონ მღვდლობაზე. რომ სამღვდელოთაგან ძალიან ცოტანი ცხონდებია. გესმით? აი თეკლა შენ გევალება რომ შენ თავი აცხონო და შენ შვილს უკადაგო, ხო? მაგრამ მე მარტო ჩემი თავი კი არ უნდა ვაცხონო, მე უნდა დავეხმარო უამრავ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯერა. რართულია რა? გამხელა პასუხისგებლობაა რა ეს ყველაფერი. მე მარტო ჩემი თავი კი არ მაბარია. და თქვენ წეგა რომ შემეშველეთ რომ დაღლილი ხართო, როგორი დაღლილის გინდა ვიყოს ადამიანები გელოდებიან, ყველაფერი უნდა გადადო გვერდზე და ადამიანებს უნდა ახარო იესო ქრისტეს სახელი. სახარება უნდა ახარო, უნდა დაამშვიდო. აი როგორ უნდა მივხვდეთ კიდევ ერთი მაგალითი, იმ მოძღვარმა სწორად იქადაგა თუ არა. თუ მოძღვრის ქადაგების შემდეგ სიმშვიდე შემოვიდა ჩემში, იმედი შემოვიდა ჩემში და გამიჩნდა სურვილი რომ მე მივიდე ეკლესიაში, ესე იგი მე სწორი ქადაგება მოვისმენე. მაგრამ თუ სულ მაშინებს ის მოძღვარი, სულ მემუქრება, თუ ჯოჯოხეთს მპირდება და ხო სამწუხაროდ თქვენს მოგისმენიათ, ხო სულ ესე აგზავნია რომ აი თქვენ არ აქცდება ჯოჯოხეთი და აი ის რომ ჯოჯოხეთის კარებში ჩააყენო, ალბათ მე მგონი ყველა შეუშვებს. არ შეიძლება ჩამოკარგებო ასე რა. ჩვენ სიმართლე უნდა უთხრათ ადამიანებს, მაგრამ ახალი აღთქმა იოანეს გამოცხადებით არ იწყება, ქრისტეს შობით იწყება. ხო და ჩვენ ქადაგებას თუ აპოკალიფსით დავიწყებთ, ხო არავინ არ გაჩერდება ეკლესიაში. ჯერ მათეს ახარება, მერე მარკოზია, მერე ლუკა მაღლა და მაღლა ავდივართ უფრო. იოანეს ახარება არ არის საკმარისი, საქმე მოციქულთა, პეტრეს ეპისტოლეებია, იოანეს ეპისტოლეებია, იაკობის ეპისტოლე და პავლეს ეპისტოლები და ბოლოს განსწავლული ადამიანი უკვე მერე ბოლოს დაგიდო ეკლესიამ იოანეს გამოცხადება და გითხრა რომ ნუგეშინია თუ შენ ეს ყველაფერი იცი, შენ უნდა გიხაროდეს, როგორ მთავრდება ბიბლია გახსოვთ? ჰე მალე მოდი უფალო. ორწმუნე ადამიანს უნდა რომ ქრისტე მალე მოვიდეს. მაგრამ ურწმუნო პირიქით, აუ არა, ახლა არა. აი რომ დავბერდები 90 წლის რო გავხდები, მე მოხდეს მეორედ მოსვლა, ყველაფერი მოვასწრო, კარგად გავერთო და აი მე მოვიდეს რა, აიჩქარება კაცო, ხო? ჯერ ახალგაზრდა ვარ უნდა დავტკბე.
და ამ დროს ჩვენ მოგვეხსენება რომ სიკვდილი ძალიან გაახალგაზრდავდა ნებისმიერ სასაფლაოზე რო შეხვიდეთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა განისვენებს რომელიც არ ელოდებოდნენ არასოდეს რა თქმა უნდა სიკვდილს და ესე უცბად დატოვეს ეს სოფელი აი ამიტომ თუ ჩვენ ახალგაზრდები ვიყურებენ მე კი არ მინდა რომ შევაშინო ვინმე კარგი იქნება ბავშვებო რომ ხანდახან თვეში ერთხელ იხვიდეთ მოძღვრებთან და გაესაუბროთ საეკლესიო ლიტერატურაზე, საერო ლიტერატურაზე, რა ვიცი. აი ვისაც ძალიან გინდათ რომ დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება და ბიბლიის კითხვა, აი დაიწყეთ დოსტოევსკის კითხვა. დოსტოევსკის კითხვით აუცილებლად მოგინდებათ იმდენი ციტირებებია ბიბლიიდან, რომ აი უკვე მოგინდება რომ აუ ნეტა წამაკითხა რა ეს ბიბლია რომ რა საინტერესო აი რატო არის დოსტოევსკი ძლიერი ფსიქოლოგი, მართლმადიდებელი ფსიქოლოგი. დოსტოევსკი არ აღწერს ბუნებას, ცხოველებს, ფრინველებს, პეიზაჟებს, ხო? ჩვენი სიბინძურე გამოაქვს ადამიანი რა საზეზღარია, დანაშაული და სასჯელში, ესე იგი 5 წუთიღა, ეს ხო ყველაფერს თავის თავზე წერს, ხო? 5 წუთიღა დარჩა, უნდა ჩამოახრჩო და პირდება ღმერთს, რომ ოღონდ არ ჩამომახრჩო და ოღონდ ეხლა გადამარჩ და მოვა ბრძანება, რომ განთავისუფლეთო, ხო? მაგრამ იგივე ცხოვრებას აგრძელებს ადამიანი. როგორც ის კეთროვნები, როგორც თქვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ. აი ეს ყველაფერი უნდა გულისხმობთ. კიდევ ბევრი საუბარი გამომივიდა, ეხლა შეკითხვას დაველოდებ. მამა გიორგი, პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, თქვენი ნათლული გვიყურებს ბერიაშვილი, სახელი არ უწერია და ამიტომ როგორც გვარი უწერია, ალბათ მიხვდებით ვინც არის და ჩემი მოსულის არის, ნათლი არის მამა გიორგიო და დიდი პატივისცემით დაწერა კომენტარში და ასევე მთხოვეს რომ ურმესი მადლობა გადაეცი ჩვენგან ესეთი კითხვებზე პასუხებისთვის და ესეთი უშუალო კომუნიკაციისთვის. არის ესეთი შეკითხვა ირაკლისგან. სულიერი სიბრმავე როგორ გამოვასწოროთ ყოველდღიურობაში, როდესაც არისო და დაახლოებით ამ ყველაფერზე იყო მაინც საუბარი, მაგრამ პირდაპირ სულიერ სიბრმავეზე აქვს. რა კარგი კითხვებია დღეს თეკლარა, ანუ წინ მივიდივართ. მიეჩვია მაყურებელი, რომ მათ კითხვებზე ვართ ორიენტირებული და გამოგზავნეთ კიდევ შეკითხვები. ხორციელად ჩვენ რომ რამე აქვთ ტკივდება, მივდივართ ექიმთან, ხო, კლინიკაში. ექიმი გადაგვიღებს რენტგენს და ჩამოგვიწერს რომ ეს ტკივა და ჩვენ თავი რო ჯანმრთელი გვეგონა კლინიკიდან გამოსული ხვდებით რომ არ ყოფილა ჯანმრთელი. სულიერი სიბრმავე რო დამთავრდეს, უნდა დავიწყოთ ბიბლიის კითხვა და სასწრაფოდ მივიდეთ მოძღვართან. და მოძღვართან ურთიერთობაში და ბიბლიით კითხვაში აგვეხილება თვალები და რასაც ჩვენ არ მივიჩნევდით რომ ცოდვა იყო, აი პავლე მოციქული ამბობს რომ როდესაც მოვიდაო მცნებაო მე მოვკვდიო, ანუ ცოდვაო გაცოცხლდაო ჩემში. მე რო არ ვიცი ეს რო ცოდვა არის თუ არ არის, ხო, თავისუფლად ვცოდავ, ხო, ესე იციან ხო, მე ცოდვები არა მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ მე არაფერი კაცო არ ვიპარავ, არ გრუშობ. და როგორც კი სახარებას წაიკითხავს და მოძღვარს გაესაუბრება, ხვდება თურმე რომ ვიღაცას რო ცივი წყალი არ დაალევინა, თურმე ამის გამო ჯოჯოხეთში შეიძლება მოხდეს. დიახ. ჯოჯოხეთში მარტო ისინი კი არ მოხდებიან, ვინც ბრუშობენ. ვინც არ დაეხმარა გაჭირვებულს, შიშველი არ შემოსა, სნეული არ უნგეშა, პატიმარი არ მოიკითხა, უცხო არ შეიწყნარა. გესმით ვინ მოხდებიან ჯოჯოხეთში? ის კი არ გეუბნეო რომ შენ იმრუშე და მაგიტომ არა, რაც არ გააკეთე. ანუ სულიერად ბრმა იყავი, ხო? და მოძღვარმა გითხრა, შვილო, არა მე არა ვარ მრუში, მე არაფერს არ ვიპარავ, მოიცა. გაჩერდი, კაია რომ არ მრუშობ და არაფერს არ იპარავ, მაგრამ რამდენ ადამიანს ჩააცვი, რამდენ ადამიანს ანუგეშებდი, რამდენი ადამიანი მოიკითხე, ჩაღუნავენ თავს მერე, ხო? ხა რა ვიცი კაცო, აბა რით უნდა მომეკითხა მე თვითონ არაფერი არ მაქვს იმას. ერთი ჭიქაცივი წყალზეა საუბარი. არ დაეკარგება თუ ისეთი მდგომარეობა იქნება თეკლა დადგება ჟამი, მე მგონი უკვე არის ეს, რომ აი რო სთხოვო სიცხეში იმის ცივი წყალი, წადი და იყიდეო გეტყვიან, ხო? მე რა უნდა დაგალევინო, წადი და იყიდე. აგერ მიდი გამყიდველთან და იმან დაგალევინოს. მე მომისმენია რომ ბევრს უთქვი ასეთი რამე და უთქვიათ, ანუ აი ესეთი რამე მითხრესო. ხო, აი ასეა ჩემო კარგებო.
ხო და ეგ არის სულიერი სიბრმავე, რომ შენ არ იცი რა არის კარგი და რა არის ცუდი. ესაა წინასწარმეტყველი ამბობს, რომ დადგება ჟამი, რომ ცუდზე კარგს იტყვიანო და კარგზე ცუდსო, გარკვეული ტელევიზიები როა, ხო იცით ესეთ. რომ პირიქით რომ ამბობენ ყველაფერს. ანუ იმათ რომ მოусმენ, პირიქით უნდა იგულისხმო და ყველაფერი იქნება კარგად. და ეგ არის სულიერი სიბრმავე, როგორ შეიძლება კიდევ შევეხები, რომ მე მგონი 21 საუკუნეში საქართველოში ამაზე მნიშვნელოვანი რაც პატრიარქის გარდაცვალება იყო არ მომხდარა, ხო? რომ მთელი საქართველო ჩვენი ყოფილი პატრიარქი ოცნებობდა, რომ მთელი საქართველო მოქცეულიყო და სიკვდილის დროს აუსრულდა, ხო, ფაქტიურად. და აი ამ ყველაფერს რომ შენ უყურებ და ახლა რა მონტაჟი იყო ეს ყველაფერი, უძლემა ძალით გამოვიყვანეთ ხალხი, ვინმეს ხო დავემუქრეთ თუ არ მოხვალთ, აი არა ქართველები და არა მართლმადიდებლები. ყველა ეროვნება, ყველა მე ისეთ უბანში ვცხოვრობ, რომ უმრავლესობა არ არიან ქართველები, მაგრამ ყველა მითან აგზნობდა, ყველა მანუგეშებდა, როგორც ჩემი ხორციელი მშობელი გარდაცვლილი იყოს. ახლა ეს როგორ უნდა მოახერხო ამიხსენით, აი რომელიმე ფეხბურთელი გარდაცვლილიყო ძალიან ცნობილი, ეს არ მოხდებოდა, ხო? რომელიმე პოლიტიკოსი, ან რომელიმე მწერალი, აი შანსი არ არის. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, როგორც გინდა ცნობადი ყოფილიყო, ამდენ ხალხს ვერ მოიყვანდა სამებაში. ეს გააკეთა პატრიარქმა როგორ? დამოუკიდებლად? არა, ეკლესიით, უფლით, მადლით. და ეს ხო უნდა ჩვენ შევინარჩუნოთ. როგორ მიხარია და შორიდან ვეფერები ახალ პატრიარქს, როგორ დადის ყველგან მონასტრებში, ტაძრებში, როგორ ქადაგებს, როგორი შემართებულია. აი როგორი გახარ, როგორ სახე, როგორ უწყინავს ახალ პატრიარქს, ხო? რამხელა ჯვარია საქართველოში პატრიარქობა. ჩვენ თეკლა მე, შენ, სხვა მგლები თუ არ დაუდგებით ახალ პატრიარქს მხარში, გინდაც ამ გადაცემით, ხო? გინდაც აი უამრავი რამით, მარტო ერთი პატრიარქი ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ ყველა ზოგი ახლა იტყვის კაცო, რომ მე ხვალე ვიქადაგებ ტაძარში, რა მინდა TikTok-ზე, ხო? რათა ხვალეც რო იქადაგო და დღესაც რო იქადაგო, არა? გაჯობია რა, რომ პირიქით ხალხი მოამზადო წირვისთვის და ხვალ წავიდნენ წირვაზე. წირვაზე წავიდნენ და მერე უყურონ სოფლიო ჩემპიონატს. წირვა ხო დილით არის, არა? მაგრამ ეს არ ხდება, რატო ჩემოკარგებო? ეკლესია ხო არ გიკრძალავთ ფეხბურთის ყურებას და არ ჯობია რომ დილით ოღონდ სანთლები კი არ დაუნთოთ არგენტინას ან ესპანეთს რომ ის გაამარჯვებინე და ასეთი რაღაცებიც გამიგია, ხო? რა სისულელია ახლა ეგ რომ აი მე გევედრები რომ ერთხელმა ჩემმა მეგობარმა დათო როსტომაშვილმა მოყვა ასეთი მაპატიეთ ანეკდოტი რომ ერთი ცნობილი მამაო იყო არ დაასახელა რომელთანაც გუნდი მიდიოდა და ლოცავდა და იგებდნენო. და მივიდა ერთ-ერთი არ ვასახელებ არც რაიონს, რომ ცნობილი რაიონის გუნდი დალოცა მოგებული გახდა. მეორე ვისთანაც შეხვედრა ჰქონდათ, ის გუნდი მოვიდა, ესენიც დალოცა. და დამთავრდა ერთ-ერთი. დამთავრდა ფრე. და ახლა ეს იუმორია მართალია, მაგრამ რაღაც არის ამაში, ხო, აი რა სისულელია ხალხო ახლა, რომ ილოცო, იმიტომ რომ აი მან გაიმარჯვოს და რაღაც ჩვენ როდესაც პირჯვარს ვიწერთ, მინდა ყველას გასაგებად გითხრათ. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ივანო ქროპერის სიტყვებია. ჯვარცმული ქრისტე უნდა წარმოიდგინო და არა ფეხბურთელი და არა რინგი და არა ტატამი, ჩემოკარგი. იესო ქრისტე მიმტევებელი იყო, კი არ გეუბნეოდა, რომ თავპირი დაამტვრიე სხვა ადამიანსო. როცა ცუდად აგზნობ თავს და ეშმაკის ბრძოლა გეწყება, მაშინ უნდა გადაიწერო პირჯვარი. სადმე რომ მიემგზავრები და ცოტა სიზმარი არ მოგეწონა ან რაღაცა მძღოლს ვერ დაყავს კარგად მანქანა, მაშინ უნდა გადაიწერო პირჯვარი. ტაძარს რო დაინახავ, მაშინ უნდა გადაიწერო, მოძღვარს რო დაინახავ. ეს არის მისალმების ფორმა. შენი ჯვარცმული ღმერთი გახსენდება და არა ფეხბურთის წინ და რაღაც ესე რა. ეს ცოტა უნდა გავარკვიოთ, შემოკარგებო. არ შეიძლება ესე ყველაფერი რომ გავაერულოთ. ამას ეს ნიშნავს, რომ აი საეკლესიო, სასულიერო საკითხები ერის სული შემოვიდა, ასე თქვათ, გარკვეულ სასულიერო პირების, ასე თქვათ, და ასეთი აჟიოტაჟი არ არის კარგი პაპატიეთ, როდესაც მონაზვნები, ბერები და ღვდლები ასეთი იმით ოვაციებით და რაღაცებით გულშემატკივრობენ. არ არის ეს ეკლესიური. შეიძლება უკო მაგო, მაგრამ ასეთი ყვირილით და რაღაცებით
თორე პირდაპირ გეტყვით ივანე ოქროპირი მაშინ დოღი იყო ფეხბურთი არ იყო და პირდაპირ ეუბნებოდა თქვენ დოღზე სიარული უფრო გიყვართ ვიდრე წირვაზე მაშინ დოღი იმართებოდა და სანახაობა სული იყო ხო რა მნიშვნელობა აქვს დოღი იქნება ფეხბურთი რაგბი თუ კრივი ხო შეიძლება უკომაგო რატომაც არა მაგრამ არა ისე რომ რაღაცა ძალიან ზედმეტად არ უნდა ამჩატდეს სასულიერო პირი ამ დროს და არ არის შესაფერისი ეს ქმედება სასულიერო პირზე მაქვს საუბარი მე თუმცა ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც უნდა უკომაგოთ და ყველაფერი მაგრამ ცოტა ზედმეტობა არ არის ლამაზი ეს ჩემი აზრი არ არის მე დავესესხე ივანე ოქროპირს მისი ტომებია გამოსული 24 ტომი და აი პირველი ორ ტომში წერია და თუ წაიკითხავთ მიხვდებით რომ ეს არ არის ქრისტიანი სასულიერო პირის განსაკუთრებით ქმედება ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ თავი. დიდი მადლობა მამა გიორგიესთან ამომწურავი პასუხისთვის და მე მინდა რამდენიმე სიტყვა დავწინო. სიმართლე გითხრათ მილოცვაზე მეტად უფრო დალოცვა სჭირდება ჩვენს პატრიარქს. მე ვთვლი რომ უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი ჯვარი არის ამ საუკუნეში იტვირთო ერის მამობა და არ არის მე ფიქრობ რომ ულოცავდნენ მილოცვაზე მეტად მას ჩვენი ლოცვა ჭირდება რომ გაძლიერდეს და ქართველებს გვახასიათებს ძალიან უარყოფითად ის რომ ერთ ადამიანს ავკიდებთ ხოლმე ძალიან მძიმე ჯვარს და მხოლოდ მისგან მოვითხოვთ ხოლმე რომ ის რადგან პატრიარქი გახდა ჩვენი და სულიერი მამა მხოლოდ მის კისერზე იყოს ყველაფერი და მან გააკეთოს ყველაფერი და ჩვენს წვრილს რა ძალა აქვს და რა შეგვიძლია ამას არ ვუყურებთ ხოლმე და ძალიან რთულია მისთვის ეს გზა და უფალმა შეაძლებინოს მართლაც ამ მძიმე ჯვრის ტარება. კითხვა იყო ესეთი მამა გიორგის ალბათ მოკლე და ლაკონურ პასუხს მოითხოვს და მე ვრცელი კითხვაც არის. კითხეთ თუ შეიძლება კათოლიკურ ეკლესიის დათვალიერება რამდენად შეიძლება, მაგალითად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რომ დავათვალიეროთ. სჯულის კანონის თანახმად მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ლოცულობს არა მართლმადიდებლებთან. არც მართლმადიდებელ ტაძარში და არც კათოლიკურში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ სინაგოგაშიც, მეჩეთშიც და კათოლიკურ ტაძარშიც, ოღონდ იქ სანთლები არ უნდა დავანთოთ, არ უნდა ვილოცოთ, უბრალოდ დავათვალიეროთ და გამოვიდეთ მალევე. აქ არ არის საჭირო, თქვათ, იქ ჩვენ გავჩერდეთ დიდხანს და ისიც აი ევროპაში არის ამ ესეთი მაგალითად არის რომ კათოლიკები ლოცულობენ და იმ ტაძარს მე მართლმადიდებლები ქირაობენ და ჩვენ ასეთ მდგომარეობაში შეიძლება. ოღონდ კათოლიკურ მსახურებაზე არ უნდა ილოცო, მაგრამ თუ კათოლიკური ტაძარია, მაგრამ მართლმადიდებლურად აღესრულება წირვა, ამ შემთხვევაში შეიძლება, იმიტომ რომ ამის მაგალითები ძალიან ბევრია ევროპაში, ხო? ერთი მილანშია მამა გიორგი თქვენც იცნობთ მამა კირიონს დედა სულიერი მოძღვარია და ნათიას ვესაუბრე ჩვენს ეს ცხადაძეს და მანაც მითხრა რომ მამა კირიონთან იყო წირვაზე და მეც ვიცი რომ ის კათოლიკური ტაძარია და მართლმადიდებელი მრევლი ქირაობს ამ ტაძრის რამოდენიმე საათით რომ ქართულად მართლმადიდებლურად წირვალოცვა ჩატარდეს. და არაერთი მოხდა და არაუშავს, აი მაგალითად ჩვენთან წირვაზე, შუა წირვაზე ტურისტები რო შემოდიან ხო ზოგი მორწმუნე და ჩერდა ჩვენ ვეუბნებით უკაცრავად მსახურება და დატოვეთ ტაძარი. იმიტომ რომ ისინი იწყებენ ლოცვას და გამოდის რომ ერთად ლოცვა გამოგვდის ჩვენ, ხო? ჩვენ ტრაფარეტი გვაქვს და წერია რომ ეხლა მიდის მსახურება და ძალიან გთხოვთ, მაგრამ როცა დასრულდება შემოდიან, არ არის პრობლემა, ეხლა როგორ გააგდებ, ხო? ნარიყალა მოწონთ და ათვალიერებენ, მაგრამ ეხლა მე რომ მითხრა რომ მამა მოდი ვილოცოთ ერთად, ამის უფლება ჩვენ არ აქვს. არც იმათ ნუ ისინი ყველასთან ლოცულობენ, მათ ესე პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვილოცოთ. ესეთი ცოტა იუმორით გეტყვით, ხო? ერთადერთი შემთხვევა თუ გემი იძირება და იმ გემზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან, ხო? ყველა ლოცულობს ამ დროს თავის რელიგიაზე, ხო? მაგრამ ეს არ ითვლება. მაგრამ სპეციალურად რო შედიხარ კათოლიკურ ტაძარში ან სომხურ მონოფიზურ ტაძარში ან რავი სხვა და იქ ლოცულობ მათთან ერთად ამის უფლება
არა გვაქვს ჩვენ, არ შეიძლება. არც სასულიერო პირს არ აქვს და არც მრევლს. ჩვენთან ტაძარში მამა გიორგი მე დაკვირვებული ვარ სამოსელზეც შორტებით, ამბრიჯებით როცა არიან ხოლმე, ჩუმად უთითებთ ხოლმე რომ მოიცვითქო და ესეც აღნიშნული გვაქვს რომ იქ პატივისცემა უნდა იყოს ჩვენი სიწმინდეების და ისე უნდა შემოგზანდეს თუნდაც დამთვალიერებელიც კი. აი უყურეთ თეკლა ცისკრის სახარება არ ვიცი რომელი მოციქულები თევზაობენ ისევ და პეტრე არის გამოსილი და ეტყვიან რომ უფალიაო და როგორც კი გაიგებს რომ უფალი მოდის მაშინვე ჩაიცმევს გესმის ჩაიცმევს და ისე გადახდება წყალში დაინახავს რომ ქრისტე მოდის შიშველი კი არ წავა ქრისტესთან მაშინვე შეიმოსება უცხო ადამიანი ახლა ხო ხვდებით ახლა არ განვიკითხავ მათთან ცოტა სხვანაირად არის ყველაფერი და რო შემოდის ხო ჩვენ ვეუბნებით ძალიან მოკრძალებით და მორიდებით გვაქვს ჩვენ რომ მოისხას დაბლა ხო ხო წარმოიდგინე რა ადამიანი მოდის პლიაჟის ფორმაში და სულ არ აინტერესებს ისე არ წავა დაბადების დღეზე ქორწილში სადმე საღამოზე ისე არ წავა ხო და შედალოცილო შენ რო ასე არ წახვალ დაბადების დღეზე რატომ მოდიხარ ტაძარში სპორტულებით ბრეტელებიანი მაიკით და მოკლე შალვით რატომ მოდიხარ უკაცრავად ასე ხო შენ დაბადების დღეზე და ქორწილში არ წახვალ ვეკითხები არ წახვალ ხო? აბა უფალთან რატომ მოდიხარ ასე? არა გაქვს განცდა რომ ეს უფლის სახლია? ხო და ამიტომ ეს ყველაფერი ბიბლიიდან არის აღებული. ხო ზოგი ამბობს რა მოხდა ღმერთი გულს უყურებს. შენ გულში რო ღმერთი იყო შიშველი არ ივლიდე. შიშველი არ ივლიდე და კდემა მოსილებით ჩაიცმევდი რომ სხვა ადამიანები არ დააპყოლო შენი გარეგნობით. თუ ღმერთია შენ გულში და თუ ღმერთი არ არის ხო დადიხარ შიშველი არ გაინტერესებს ახლა ვინ დაბრკოლდება შენ გარეგნობაზე და ვინ არ დაბრკოლდება ზნეობრივი ქალბატონი აი ადრე მახსოვს ოდნავ კაბაც რო აეწიოს გაწითლდება და შეწუხდება რომ იმე ხომ არ დაინახა ხო ასე იყო ადრე რა ვიცი და ახლა კაბას აწევ რა თუნდა კაცო რა ვიცი რითი დადიან ღმერთმა იცის ხო ეგ მათი საქმე არ არის ჩემი საქმე მაგრამ როცა შენ უფლის სახში შემოდიხარ, ჩემო კარგო, აუცილებლად. ხა ჩვენი მღვდლები რო ციხეში შედიან, ემორჩილებიან იმ ციხის განაწეს. ხო? უნდა დატოვოს მობილური, საფულე, რას ციხეში კანონია, მღვდელი უნდა დაემორჩილოს იმას. და ტაძარში შემოდიხარ, შენ ხო უნდა დაემორჩილო იმ ტაძრის განაწეს, ხო? ფოტოშორის ბევრი არ გვემორჩილება უცხოელი და მაშინ გავარდებიან ხოლმე ესე შეურაცხყოფილივით, ხო? რომ ჩვენ ხო არ ვეუბნებით რომ არ შემოხვიდე. მოისხი და ისე შემოდი, ხო? და ეს არ მოწონს ზოგიერთზე. მაშინ ნახვამდის კარგად იყავი, ხო? მე ღმერთი არ მეტყვის რომ რატო არ შემოუშვიო. მეტყვის რატო შემოუშვი შიშველი, კაცო? შეიძლება მისთვის არავის არ უთქვავს, ჩაიცვიო და ეს დაამახსოვრდება რომ აი მე რო ვიყავი საქართველოში იქ ვიღაცა უხასიათო მღვდელმა ასე მითხრა რომ ჩაიცვიო და დაფიქრდება ის რატო უთხრეს ხო უფლის სახლია კაცო მე ხო არ გეუბნები რომ მარკეტში ესე შეხვიდე ან სადღაცას მაგრამ უფლის სახლში უნდა შევიდეთ აუცილებლად მოკრძალებული და სინანულის განცდით მამა გიორგი ესეთი ცოტა რთული შეკითხვაა ჩემთვის და გულთან ძალიან ახლოს მივიტანე. გარდაცვალების მერე დედაშვილი თუ ერთი სამოთხეშია მეორე ჯოჯოხეთში. როგორი ნეტარებაა სამოთხეში? ანუ დედაშვილური სიყვარული ქრება გარდაცვალების მერე? როგორ უნდა იყო ასე დროს სრულ ნეტარებაში? ხო, ძალიან საინტერესო კითხვა. იცით რა არის სრული ნეტარება? მადლობა ამ შეკითხვის დამსმეს ჯერჯერობით სრული ნეტარება არ არის შეიძლება ისე მოხდეს რომ დედა იყოს სამოთხეში და შვილი ჯოჯოხეთში და მეორედ მოსვლის დროს ორივე მერე აღმოჩნდეს სამოთხეში ანუ სანამ სული და სხეული არ შეერთდება ისევ მანამდე სრული ნეტარება არ არის ანუ ის წმინდანებიც კი სრულ ნეტარებაში არ არიან იმიტომ რომ მარტო სულები არიან მათი სხეული ხო მიწაშია ადამიანი ხო სული და სხეულია და როდესაც მოხდება მეორედ მოსვლა საშინელი სამსჯავრო და სული და სხეული ისევ შეერთდება აი მერე მოხდება სამუდამო ტანჯვა და სამუდამო ნეტარება ანუ ამ ეტაპზე ამ შეკითხვის დასმა რომ ის სამოთხეშია და
ჩვენ ლოცვის პერიოდში, ლოცვის რეჟიმში ვართ, გესმის ეკლა. არც ერთი დედა არც იქ არ შეწყვეტავს ლოცვას შვილზე და არც აქ არ შეწყვეტავს. ჩვენ ახლა ჩვენ გვყავს ბევრი მრევლშიც და სანუგეშო ერთობაშიც შვილ გარდაცვლილი დედები, რომლებიც რომც უთხრას ღმერთმა რომ არ შევიწყალებო, ისინი მაინც ილოცებენ, გესმის? და დედა რომელიც 64-შეა, როგორ ფიქრობთ ახლა არ ილოცებს შვილზე, რომელიც იქ არ არის და იცის რომ მეორედ მოსვლის დროს მოხდება საბოლოო ადგილების განაწილება. ერთნი წავლენ საუკუნო ხატანჯვერში და მეორე წავლენ საუკუნო ნეტარებაში. როგორი მოსასმენია რა, რომ წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ტანჯვაში. რა საშინელება რომ სიყვარულის ღმერთი ამას რო ეტყვის გარკვეულ ადამიანებს. ასე რომ მასე არ იფიქროთ, სანამ ჩვენ აქ ცოცხლები ვართ, ჩვენ ყოველთვის სასოებით, რწმენით და სიყვარულით ვებედრებით, რომ ღმერთი გაითვალისწინებს ჩვენს ლოცვას, დედისა თუ 64-შეა უფრო მეტად გაითვალისწინებს და ჩვენ ლოცვას გაითვალისწინებს და აი მერე უკვე როგორ იქნება ამას მერე თვითონ ღმერთი დაგვანახებს. ამ ეტაპზე მაგის თქმა, რომ ისინი ნეტარებაში არიან და ისინი ტანჯვაში, ეს დროებითია და ძალიან ბევრ რამეს გაითვალისწინებს ღმერთი, იცოდეთ და ნუ დაკარგავთ დროს. დილის ლოცვები წაიკითხეთ ბოლომდე, იქ ჩამოთვლილია ჩვენი წინაპრები, სამჯერ მეორდება კვერექსი. თუ გაიგეთ რომ პანაშვიდი ტარდება, მიდით და დაესტარეთ, თუ გაიგეთ რომ შეკვეთილი წირვა ტარდება, ისე კი არა რომ მე ერთხელ გადაუხადე კაცო და 7 სხვარი დაუკალი და აღარ არის საჭირო და 12 წირვა ყოფილა საჭირო და მეტი აღარ არის. ეს სისულელია ჩემოკარგებო, ეს არ თქვათ. სანამ პირში სული გვიდგას, ჩვენს მიცვალებულებზე ყოველთვის უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ არ ვიცით მათი სამყოფელი და რომც ვიცოდე, მაქვს ნუგეში ღმერთისგან, რომ მეორედ მოსვლის ჟამს თუ ჩვენ ვილოცებთ, ვიქველმოქმედებთ, მოწყალებას გავიღებთ, რა თქმა უნდა, ვისი ცხოვრებაც შეიძლება. ახლა არ არის ლაპარაკი იმაზე, თქვათ, ვინც მოუნათლავი იყო, იმაზე არ არის საუბარი, ხო? აი მონათლული იყო, მაგრამ ცოტა ცელკი იყო და ვერ იყო ისეთი დალაგებული, დედას რო არ უჯერებდა და არც მოზღვარს რო არ უჯერებდა, ხო? აი ბევრ ადამიანს შეიწყალებს ღმერთი, ხო? თუ კი ხელისუფლება იწყალებს ადამიანებს, ჩვეულებრივი ადამიანები იწყალებენ ადამიანებს, ხო? როგორ ღმერთი არ იქნება მოწყალე? ვისი ცხონებაც შეიძლება ყველას და ერთ რამეს გეტყვით ძალიან დიდ სანუგეშოთ, მე მგონი ნეტარი ავგუსტინი ამბობს, დიახ, ნეტარი ავგუსტინი ამბობს, რომ ლოცველი დედის შვილი არც აქ დაიტანჯება და არც იქ არ დაიტანჯება. ნახეთ რა კარგი სიტყვებია რა. ლოცველი დედის შვილი არც აქ დაიტანჯება და არც იმ ქვეყნად არ დაიტანჯება. თუ არ არსებობს რომ ღმერთმა დედა ღვთისმშობელმა არ გაითვალისწინოს, არა მარტო დედის კაცო მაპატიონ მამებმა, ახლა არ იფიქროთ მამებო, რომ დედებმა უნდა ილოცონ და თქვენ ცივილუდი უნდა მიირთვათ, არა, მასე არ არის ჩემოგარგებო. ნახეთ რა საინტერესო ადგილი გამახსენდა ახლა, მთვარეული ჭაბუკი რომ მიდის საყვედური თუფალთან და ეუბნება რომ შვილი მყავსო ბავშვობიდანო ავათო და ვევედრეო შენს მოციქულებსო და ვერ განკურნესო და მოხედეო და ქრისტიანო შენ გჯერაო წამსო რომ მეო შემლი და აღიარა კი არ უთხრა ახლა ქართველი ყოფილიყო მაშინ ეტყო და როგორ არ ამწამს კაცო მე ყველაფერიც მწამს ხო აღიარა აი პირველი ლოცვა ეს არის რომ აღიარებ რომ არა მაქვს მე იმდენი რწმენა ღმერთო და რწმენაში გამაძლიერე წმენა ის კი არ არის ეკლა რომ მე მჯერა რომ ღმერთი არსებობს რა სისულელია ღმერთი რო არსებობს ახლა ამას დიდი მტკიცება აღარ ჭირდება რამდენად ვენდობი ღმერთს რამდენად მჯერა რომ მას დახმარება შეუძლია ჩემი აი ეგ არის წმენა ზღვა კონსტანტინე გამსახურდი ამბობდა რომ წმენა ის არის რომ ზღვასში რო შეხვალ და ნავს რო ვერ ხედავ და რომ და მე რო გამოჩდებაო ნავი აი იმ წმენით რო შეხვალ რომ ნავი არ ჩანს მაგრამ გჯერა რომ ნავი გამოჩდება აი ეგ არის წმენა თორე ახლა უკვე რომ ნავი არის იქ და ნავში ჩაჯდები რაღაც წმენა გინდა ხო უკვე იხილე და რომ ვერ ხედავ მაგრამ სასოებ ღმერთს აი ამ წმენით უნდა ილოცონ დედებმა რომ დედა ღვთისმშობელო ერთხელ ერთი დასჯილი ჯარისკაცის დამნაშავე ჯარისკაცის დედა მივიდა ნაპოლეონთან და უნდა ჩამოეხჩოთ ეს ჯარისკაცი და დაიჩოქებს ამ ჯარისკაცის დედა და ეხვეწება ნაპოლეონს რომ შეიწყალეთო ჩემი შვილიო და
ნაპოლეონი ეტყვის რომ კი მაგრამო თქვენი შვილიო დამნაშავეო დამნაშავე როა მაგიტომ აქ თქო თორე უდანაშავლო იყოსო კი არ მოვიდოდე აქ რო ვიცი რომ დამნაშავეაო მაგიტომ გევედრებიო რომ შეიწყალეო თორე მართალი რო იყოს კი არ და ესე უნდა ილოცონ დედება ისა კი არ უნდა თქვა რომ ჩემი შვილი ანგელოზი იყო და ყველაზე კარგი იყო სკოლაში და უბანში ყველა სჯობდა რატო გარდაიცვალა ესე არ უნდა თქვა ღმერთო შენ წაიყვანე ჩემი შვილი შენ გაბარებ და შენთან იყოს ჩემი შვილი რადგანაც შენ წაიყვანე ისე კი არა რატო წამართვი შვილი არ შეიძლება ამის თქვა რატო წამართვი და რატო იმას არ წაართვი და რატო წამ კი არ წაგართვა კაცო ღმერთმა მოგცა შვილი და ღმერთმავე წაიყვანა და შვილი რო შეგეძინათ მაშინ თქვით რატო მომეციო ხო არ გითხრიათ არა ვინმე თქვა როდის მე რატო მომეცი შვილიო ხო არ ამბობ არა გიხარია ხო ახლა რა თქმა უნდა ძალიან რთულია ამის თქმა რომ გიხაროდეს რომ ღმერთმა შვილი წაიყვანა მაგრამ თუ მორწმუნე ხარ უნდა იცოდე რომ შენი შვილი იზრდება სასუფეველში და ანგელოზები ზრდიან მას ხო აი თუ მორწმუნე ხარ ასე უნდა იფიქრო და სულ მთელი ცხოვრება შავებით არ უნდა იარო და თავ ბედს არ უნდა იწყევლიდე რა უბედური ვარ არ უნდა თქვა ეგ არ უნდა თქვა რომ აი მას ცუდი შვილი ყავ ნარკომანი და ცოცხალი და ჩემი კიდე ანგელოზი იყო და რატო წაიყვანე ხო არ შეიძლება ამის თქმა უცნაურია ღმერთის განგებულება არავინ არ იცის ვინ რატო იბადება ვინ რატო გაყავს ღმერთს ამ სოფლიდან იყოს ნება შენი როგორც სათავშინა ისევე ქვეყანასა ზედა ეს არის მორწმუნე მშობლის ლოცვა რომ იყოს ნება შენი არა ის რომ აი მე და მესმის ძალიან დიდი ტრაგედიაა ძალიან რთულია მაგრამ აი პატრიარქი სულ ანუგეშებდა ხოლმე სიონში შაბათობით დედებს რომ გაიხადეთ შავები ასე წერია ბიბლიაში რომ მიცვალებული იტირე 7 დღე უგუნური თელი ცხოვრება უგუნური შვილი რომ ყავ ცოცხალი თელი ცხოვრება უნდა იტირო რომ უგუნური ყავ და გამოკეთდეს და ის გონიერი თუ გარდაიცვალა ხო და ვერ გეტყვი რომ გიხავდეს მაგრამ უნდა ილოცო და სთხოვო ღმერთს რომ ჩემი შვილი შენ მომეცი და შენვე გეკუთვნოდეს უფალო შენთვის მომინდია შენზე კარგად ჩემთვის ვერავინ ვერ გაზრდის ეს არის შემოკარგებო და არა ის რომ მთელი ცხოვრება ჩვენ ძალიან ბევრი დედა დასნეულდა შვილის გლოვაში მათ დაავიწყდათ რომ სხვა შვილებიც ყავთ ბევრს უთქვია რომ აი ჩემი და გარდაიცვალა ჩემი ძმა და დედას დავავიწყეთ რომ ჩვენს ვარსებობთ და მთელი ცხოვრება დედა გლოვაში და მოთქმა გოდებაში ატარებს იმ გარდაცვალებულ შვილსაც ამძიმებს და ამ ცოცხალ შვილებსაც ყურადღებას აღარ აქცევს და გულს ტკენს არ შეიძლება ასე ეს არის გაკერპება ეს არის მცირედ მორწმუნეობა არ შეიძლება ასე რომ მთელი ცხოვრება იტირო რომ ასეთი კარგი შვილი რატო დავკარგე დაკარგული არის ცუდი შვილი რომელიც ცოცხალია მაგრამ არ ადგა უფლის გზას და არის რეგვენი აი ის არის დაკარგული და სანამ ცოცხალი ხარ ყველაფერი გააკეთე რომ ის შვილი მიიყვანო უფალთან თორე თუ ის კარგი ბავშვი იყო და ღმერთმა გაიყვანა იმას ბევრი სატირელი არაფერი არა აქვს იმიტომ რომ ის ხონდება მაგრამ აი რეგვენი უნდა იტირო რეგვენი რომელიც არ გიჯერებს არაფერს და აშკარად ეშმაკის გზაზე დადის აი ის უნდა იტიროთ პირველ რიგში და არა კარგი გარდაცვალებული მე მგონი ძალიან ბევრ თემას შევეხე ძალიან კარგია მამა გიორგი მაყურებელს ვეტყვი რომ თითოეულ თქვენთაგანის კითხვას გავაშერებ არ გამოგტოვებთ და გთხოვ ნუღად დამიწერთ გთხოვთ ეკლა იმიტომ რომ თითოეულ თქვენთაგანის შეკითხვა არის მნიშვნელოვანი ჩემთვისაც და მამა გიორგისთვისაც და არ გამოგტოვებთ ჩვენასთან დაკავშირებით მამა გიორგი ერთი პატარა ამბავი გამახსენდა სადაც მთელი სოფელი მიდის იმისთვის რომ ილოცოს წვიმა მოვიდეს რომ გვალვამ გადაიაროს და სოფელი გადარჩესო და მხოლოდ ერთი პატარა ბავშვი წავიდა ქოლგით ხელში დანარჩენები მხოლოდ იმას ქონდა ხო? ერთადერთი პატარა ბიჭი წავიდა ქოლგით ხელში, რომ ის უკვე იცოდა რომ ილოცებდა, აუცილებლად შიმაც წამოვიდოდა. ჩვენი ნათია გვწერს ცხადაძე. მამაო, ჩემ მოუნათლავ ძმას, რომელიც გარდაიცვალა, რა შეიძლება გავაკეთო მის სახელზე გაცემული სიკეთის გარდა? ეგ ცოტა არის მეტი აღარაფერი ნათია, მეტი არაფერი აღარ უნდა გააკეთო. ჩვენ ვიცით რომ ეკლესია ვინც მოუნათლავია არ იხსენებს კი არა ვერ იხსენებს იმიტომ რომ ეკლესიის წიაღში არ არის შემოსული ის ადამიანი არის მოუნათლავი და ერთადერთი
რის კურთხევასაც აძლევს ეკლესია ადამიანს, რომ მის სახელზე აღესრულოს ქველმოქმედება და დანარჩენს უფალი, ასე ვთქვათ, იმოქმედებს. მე არ ვიძახი, რომ ვინმეც ხონდება ნათლობის გარეშე, მაგრამ ეს რაღაც გარკვეული ნუგეშია ოჯახზე, რომ ქველმოქმედება აღესრულოს. ასე რომ ძალიან რთულია ეს ტრაგედია ამისი, რომ ძალიან ბევრი ბავშვია განსაკუთრებით კომუნისტების დროს მუცელში მოწყვეტილი ხო და ბევრი მაშინ არ იყო არც ეკლესია, არც მღვდელი არ იყო, ვერ მოინათლნენ. და ამის შესახებ ჩვენ სამწუხაროდ ვერ გეტყვით. ერთადერთი შეიძლება რომ იმ ბავშვებზე მრავალშვილიან ოჯახებს დავეხმაროთ და ქველმოქმედება აღვასრულოთ. მეტის თქმა მე არ შემიძლია. თეკლა გთხოვ მამა გიორგის უთხარი სიზმარში უფალი ვნახე და მითხრა ადექი საკმეველი ანთეო და სულ ვანთებ ხოლმე. და ნახეთ გაგრძელებაც აქ ამ კომენტარები გრძელი არ იწერება და ამიტომ სიზმარში სამჯერ მყავს ნანახი და შეიძლება რომ უფალი იყოს თუ ეშმაკი იღებს უფლის სახესო. ჩვენ ამ თემაზე ადრეც ვისაუბრეთ თეკლა, მაგრამ არ მეზარება გავმეორდები, მოდი ფრთხილად მოვიქცეთ რა. პავლე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ერთმენი დავდივარო და არა ხილვითო. და წარმოიდგინე თუ კი პავლე უფრთხილდებოდა ხილვებს და მას მართლა ქონდა ხილვები, მაგრამ არ ტრაბახობდა თავის ხილვებს. ქრისტე გამოეცხადა და მოექცა, ხო ამაზე მეტი ხილვა რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამბობს, რომ მე წმენი დავდივარ და არა ხილვით. ანუ ეს რას ნიშნავს? მე ღმერთზე ვარო მინდობილი, როგორც ეგან ახსნი რა არის წმენა, რომ მივენდო ღმერთს და არა სიზმარს, გამოცხადებას და ხილვას. აი საკმარისია ჩვენ ახლა ეს ხილვა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ხვალ კიდევ რაღაცები და ამ დროს შეიძლება მე ძალიან ღრმა ცდომილებაში შეგვიყვანოს იმან, ხო? აი ადექი საკმეველი დაანთე, რას ნიშნავს? არ ჯობდა ეთქვა რომ ადექი და ილოცე ხვალ წადი წირვაზე. აი საკმეველს რო დაანთებ რა? საკმეველის დაანთება რას ნიშნავს? საკმეველი დაანთე. ხო, არა ჯდება, ხო, ეკლესიურ სწავლებაში. უფალი ეტყოდა რომ ილოცე, ხო, შვილო. საკმეველი დაანთე რა? ამიტომ უნდობლად მოვეკიდოთ რა, ჯობია. ღმერთი არ ეტყვის რომ რატო არ დამიჯერეო? რატო არ დამიჯერეო, არ ეტყვის. ფრთხილად რომ მოიქეცი, ხო? მაგაზე უფრო შეგაქებს. აი გეტყვით პირდაპირ რა. ანტონი დიდთან მივიდა ანგელოზი და ეუბნება რომ მეო თავარ ანგელოზი გაბრიელი ვარო. აი ყველამ დაიმახსოვრეთ, ძალიან კლასიკური მაგალითია და შენთან გამომგზავნაო მეო ქრისტეო. ანტონი დიდმა უთხრა მაშინვე რომ მე მდენად უღირსი კაცი ვარო, ჩემთან არ გამოგაგზავნიდაო შანსი არ არის. აი ჩვენ ასე უნდა ვთქვათ რომ შენ შეიძლება უფალი ხარ, მაგრამ მე არა ვარ უფალო შენი ღირსი რომ შენ სიზმარში გავომეცხადო რა. არა ვარ მე მაგის ღირსი და დამანებე თავი, მე ხვალე მივალ ეკლესიაში და ვეზიარები შენ სისხლს და ხორცს. საკმარისია ეს ჩემთვის. მე გამოცხადება არ მინდა გთხოვ. არა ვარ მე ისეთი ადამიანი რომ შენ შეწუხდე და ჩემთან მოხვიდე. მე თვითონ მოვალ ტაძარში, მოვემზადები და ვეზიარები. ამაზე დიდი გამოცხადება, ამაზე დიდი უფალთან შეხვედრა არ არსებობს. გესმით? და ამ დროს ასეთი ადამიანები მე უფალი ეცხადება და ეუბნება რომ საკმეველი ანთეო კი არ ეზიარებიან და ეკლესიაში კი არ დადიან და მოძღვარი კი არ ყავთ. აცხადებენ რომ მე უფალი მეცხადება და ასე ახლოსა ვარ. თქვენ წადით კაცო ეზიარეთ, იარეთ, მაგრამ მე არ მჭირდება. მე სიზმარში მეცხადება უფალი. გესმით? წერია რომ პავლე მოციქულს დავესესხები კვლავ რომ სატანაც ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობსო ხშირად. ამიტომ ჩვენ რადგანაც ვერ გავარჩევთ უფალი იყო თუ ეშმაკი იყო, ხო? ამიტომ თავი რო არ ავიტყიოთ და არ ვინერვიულოთ. როგორც კი გაგვეღვიძება, საკმეველი დავანთოთ, ლოცვები წავიკითხოთ და წავიდეთ ეკლესიაში მოძღვართან და უთხრათ მამაოს, მამაო, ხშირად მეცხადება მოძღვარი და გეხვეწებით რა უნდა გავაკეთო? მოძღვარი გეტყვის, აბა მომიყევი შილო შენი ცხოვრება, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი. გათქმევინებს გემრიელ აღსარებას და გაზიარებს. არ გვინდა შემოკარგება ხილვების და გამოცხადებების დაჯერება, არ გინდათ რატო იცით რომ მოვიდა ერთხელ ქრისტე, უკვე მოვიდა ჯვარზე გაეკრა, დაგვიტოვა წირვა, ლოცვა და სისხლი და ხორცი.
გინდა ქრისტენა ხო? მოდი და მიიღე სისხლი და ხორცი აღსარებიდან გამომდინარე. ამაზე მეტი რა უნდა მოგცეს ღმერთმა მითხარი ხო? მაგრამ სიზმარი ცოტა საერთოა. აი წაიკითხეთ იოანე სინელის კლემაქსი კიბის აღწერა და ერთ-ერთი თავია იქ სიზმრების შესახებ. რო წაიკითხავთ, მე მიხვდებით მართლა ღმერთი იყო მოსული თუ ეშმაკი იყო მოსული. მაგრამ სიფთხილეს თავი არ სკივა. მე მაგალითად, როდესაც რამე ისეც ვნახავ, ყოველთვის უფრო კარგად ლოცულობ და უფრო ფხიზლად ვარ. არ ვდუნდები, იმიტომ რომ ძალიან ზაკვარია ბოროტისული და ისეთი კლასიკური სიზმრები აქვს, ისე კარგად შეგახვევს სიზმარში, რომ მე იქიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ამიტომ თავიდანვე უთხარი მადლობა რომ მოხვედი, ნახვამდის მე წავალ და წირვაზე ვეზიარები, რაშიც დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად შენი სისხლი და ხორცია. აი იმას ვეზიარები რა და დანარჩენი რა ვიცი საკმარისად დავალთებ, ლოცვებსაც წავიკითხავ და ასე შემდეგ. ძალიან ფრთხილად იყავით შემოკარგებო, ხშირად ხა წარმოგიდგენიათ ეშმაკი როგორიც არის, ისე რომ გამოგეცხადოთ, აღარ გაგეღვიძება არასოდეს. სულს გაგაფრთხობინებ. ისეთი შეუხედავია ეშმაკი. თქვენ რომ ეშმაკი დაგვენახოს, ხო? ცოცხალი ვერ დავჩებით რა, იმდენად დაცემულია და გრძელდება მისი დაცემა, ხო? ეს სტატიკური მდგომარეობა კი არ არის. ეს გრძელდება, აი კუნს რო დააგორებ და დაღმართზე და უფრო და უფრო ჩქარა როგორც ზეცაში ასვლას რუსთაველი როგორ ახსენს, ვინცა მეფეს თავის წირა მათი სული ზეცას ზრბიან, სრბოლა იქ. სტატიკური მდგომარეობა არ არის, გრძელდება. ასე არის ბოროტებაც. ხო და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და წარმოვიდგინე, ვისი სახე უნდა მიიღოს რომ დაგაჯეროს. მიხვდით? ის რომ გეჩვენოს როგორიც არის, ხო, გული გაგიჩერდება და გეჩვენება რომელიმე წმინდანის ამ თეთრწვერებიანი ლამაზი სიმპათიური ბაბუის სახით და მე შენ თუ დაგეჯერა რომ ის ღმერთია, მე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩაგაყენებს. ამიტომ უნდობლად უნდა მოვეკიდოთ. ღმერთის გამოცხადება არ არის საჭირო, სახარება წაიკითხეთ შემოკარგებო და სახარებიდან ღმერთი გვესაუბრება. აღარ არის საჭირო. ღმერთი გამოგვეცხადა უკვე. ქრისტიანობა არის გამოცხადებითი რელიგია. ნახეთ რას ნიშნავს. თვითონ ღმერთი გამოგვეცხადა. კაცი ქმნა, ნახადაგები იქნა და ამაღლა დიდებაში. აი გესმის თეკლა, აი ამ ხელა რამეა რომ ღმერთი კაცი ქმნა. რათა კაცი განიღთოს. ჯვარს ეცვა, ეწამა, აღდგა და ამაღდა და მждომარი არის მარჯვენით მამისა, რომ შენც იქ დაიმკვიდრო. აი ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ღმერთმა, ან რა უნდა გითხრას, აი რომ მოვიდა ამაზე მეტი, რაც უკვე გითხრა, ხო? და წაიკითხე რა შედალოცილო და შეასრულე იქ რა წერია. აღარ გინდა ნუღა დაელოდებით ხილვებს, გამოცხადებებს, პავლე მოციქული გვარიგებს. ფხიზლად იყავითო რომ თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი როგორც მბღვინავი ლომი დადის და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. ხო თქვენ უამრავი სერიალია ხო რაღაც ესეთი ფილმი ისინი არხებია რომ აი აფრიკაში აჩვენებენ ლომი რომ იზდევს ჯოქს. ვისი ჭერს ხოლმე თეკლა ჯოქს რო გამოეკიდება. ყველაზე სუსტი, უსუსური ვინც არის ხო? ის ძლიერები გარბიან და ბოლოში ავადმყოფი ან უსუსურს იჭერს და ანადგურებს. ესე არის გელი, ესე არის ლომი, ხო? ამიტომ აღარ უნდა ვიყოთ უსუსურები, სუსტები. ბევრი უნდა ვიკითხოთ, ბევრი უნდა ვიმეცადინოთ, ბევრი უნდა ვილოცოთ. თორე სიზმრების ანაბარა თუ დავჭებით, ძალიან მოგვატყუებს. აი მე ის ანგელოზი, ეგრეთ წოდებული ანგელოზი მივიდა მუჰამედთან, რომ ჯიბრაილი ვარო და დაეჯერა მუჰამედს, რომ ჯიბრაილი იყო და აგერ შექმნა მე ესეთი ეგრეთ წოდებული რელიგია, რომელიც ხოცავენ ხალხს და ანადგურებენ და ძალით ავრცელებენ თავიანთ ცრუ მოძღვრებას, ხო? თქვენ გაგიგიათ სადმე რომ ქრისტიანობამ ძალად გაავრცელოს თავისი ჭეშმარიტება, ხო და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ ვენდოთ სიზმრებს, ხილვებს და გამოცხადებებს. მე მგონი დასასრულისკენ მივდივართ, ხო?
ერთ ბოლო კითხვასაც დავსვათ და დანარჩენს ვთხოვთ, რომ მომდევნო ლაივისთვის შემოგვინახოთ შეკითხვები დაწერილი გაქვს და იმედი არ გვიწყენთ, იმიტომ ეს რომ მოიჭრას გავრცელდეს მთელი კვირის განმავლობაში, მამაოს კურთხევით უკვე პატარ-პატარა ნაწილებად ჭრიდა, ცალკე წვდებ ამ პატარა ნაწილებსაც და აშკარად გამოხმაურებაც უფრო მეტი აქვს პატარა ვიდეოებს და ამიტომ ჯობს მე მგონი დასასრულისკენ წავიდეთ. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მეც მაწუხეს მამა გიორგი და ერთ-ერთმა მშობელმა დაგვიწერა. მამაო, როგორ ვებრძოლო დამაბნეველ შიშის მომგვრელ გულისქონს, რომლებიც ჩემს შვილებს უკავშირდებაო. ხშირად სახლში, ოდესაც არ არის და რაღაც ან სასწრაფოს ხმას გავიგონებ, ან რაღაცა უცებ შიში გამიჩნდება და მისი ხმა თუ არ გავიგონე, თუ არ დავურეკე, აი იმ ყველაფერს როგორ უნდა ვებრძოლოთ მშობლები. თუ არ ეწყინებათ ფიშერა დედიკოებს, ეხლავე აგიხსენებთ რა განსხვავება მორწმუნე დედას და ნაკლებად მორწმუნე დედიკოს შორის. მორწმუნე დედა შვილი რო გადის ლოცავს, დედა ღვთისმშობელს ჩააბარებს და ეკითხება დედიკო ხო რამდენ ხანში დაბრუნდები? შვილი ეთქვის რომ რამდენ ხანში დაბრუნდები და აღარ ურეკავს. ნაკლებად მორწმუნე დედა ყოველ ნახევარსაათში ან 15 წუთში სადახარ ჩქარა გადაგემართა ხომშვიდობა გაქვს და შეწუხებულია ბავშვი ხო? ეს ჩვენ რწმენაზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ გავუმეორდები რომ რწმენა რამდენად შენ ენდობი ღმერთს რომ შენ შვილის დაცვა შეუძლია დედა ღვთისმშობელს ხო? ჩვენი ყოფილი პატრიარქი სულ ასე გვარიგებდა რომ გამოდიხარ სახლიდან დაალოცინეთ თავი მშობლებს. ეს ხდება დღეს ჩვენთან არა ხო? სულ ჩხუბით აბა შენიც იმ სულელ გოგოსთან არ მიხვიდე, იმ შტერთან არ მიხვიდე, ამ იმასთან არ მიხვიდე, ეს არა მოკლედ და ჩხუბით გამოდიან და ასევე მე არ არის საჭირო ჩემო კარგი. შვიდად, წყნარად დალოცეთ და უთხარი დედიკო, ხო იცი როგორ ნერვიულობ დროზე მოდი სახლში. არ არის საჭირო სულ რეკვები, სულ ღიზიანდება ბავშვი, მე ის საზოგადოება დასცინის, აი დედიკოს გოგო ხარ, აი დედიკოს ბიჭი ხარ და ასე შემდეგ, ხო? აი ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი შვილები იყვნენ დაცული ღმერთისგან, ჯერ თქვენ იყავით ღმერთთან შედარებით ახლოს, რატომ ვისაუბრეთ ზეგან ამდენი რომ დედის ლოცვას რამხელა ძალა აქვს, ხომ ლოცველი კიდევ გამეორდები. მოდი დღეს ჩვენი გადაცემის თავარი სკოლიო იყოს ის რომ ლოცველი დედის შვილი და არა მარტო დედის შვილი არც აქ დაიტანჯება და არც იმ ქვეყნად არ დაიტანჯება. რამხელა ძალა აქვს დედის ლოცვას და შენ ლოცვას რო ძალა არ აქვს, იმიტომ რომ შენ წმენა არ გაქვს მაგდენ. სთხოვე ღმერთს რომ ღმერთო მე იმდენი წმენა არა მაქვს და წმენაში გამაძლიერე, რომ მე ჩემი შვილი გავაძლიერო და ჩემი ქმარი ან ჩემი მეუღლე გავაძლიერო წმენაში. ეს არ გვინდა. მარტო საკმევლის დანთება არ არის საკმარის. წმენა არის მთავარი და წმენით უნდა აი ერთი პატერიკი მახსენდება ახლა ერთი ქალაქში მოღვაწე ბერი მივიდა მეუდაბნოე მამასთან და ეკითხება რომ აი აქ რო წერიაო რომ იოტის ოდენარ წმენა რომ მქონდესო და უთხრაო მთებსო გადადექიო ეგ როგორ უნდა გავიგოთო აბა მაჩვენეო გამოართვა ამ მეუდაბნოე მამამა დაიწყო კითხვა იოტის ოდენარ წმენა თუ გექნებათ მთას რომ უთხრა გადა და თემმა დაიწყეს გვინვა მოიცადეთ მე თქვენ არ გელაპარაკებითო ახავ კითხულობ ისეთი რწმენით წაიკითხა გესმის რომ თები დაემორჩილ იმანაც ხო წაიკითხა მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო რწმენით უნდა არ არის საჭირო პარაკლისი გადაუხადო შვილის რომ მიდის სახლიდან კაცო ჯარში ხო არ მიდის და უცხო ქვეყანაში არა ორი სიტყვა სამი სიტყვა ღვთისმშობელო დაიფარე ჩემი გიორგი ჩემი მარიამი ხო გადასახე ჯვარი და აბა დედიკო მშვიდობით იარე რწმენით ჯობია რწმენითა თქვა ორი სიტყვა ვიდრე უწმუნოთ 1000 სიტყვა აზრი არ აქვს და ასევე აი წეგან მე მგონი პირველი კითხვა იყო თუ მეორე კითხვა აი ლოცვაო როგორ ვისწავლოთო და როგორ ხოი ძალიან მარტივია ჩემო კარგებო ლოცვის სახელმძღვანელო არ არსებობს ლოცვა ისწავლება ლოცვით აი რომ ავიღო სახელმძღვანელო და მიქიდან წავიკითხავ და ლოცვას ვით არ არის ასე უყურეთ ჩვენ დიეტოლოგები ხო ძალიან ბევრი დიეტოლოგები გვყავს მოკლედ ყველა პროფესორი და აკადემიკოსია ესაჭამე ერთი ამბობს ესაჭამე მეორე ეს არაჭამო ვერმესიდან და მოკლედ დაიბნა ხალხი ვეღარ გაუგიათ რა გააკეთე ყველა მაგრამ ერთ იგივეს გვიჩევს ყველა რომ ცოტა ჭამეთ და ბევრჯერ ასე არის ლოცვაც. ახლა შენ თუ დადგები და
1 საათი და 2 საათი გონება გაგეფანტება და ვერ გაიგებ ვერაფერს. ამიტომ ცოტა 5 წუთი, მერე კიდევ 5 წუთი და სულ უფალთან იყავი შერთ. ადექი დიდება ღმერთს, ხო? გამოხვედი, ხატებთან მიხვედი, მადლობა ღმერთს. სამსახურში სიზნელეები დაგვხდა, შემიწყალე ღმერთო. სახში მოხვედი, მადლობა ღმერთო. მანქანა დაქოქე, მადლობა ღმერთო. 90 ან წმინდა ღმერთო, ან მამაო ჩვენო, სულ ღმერთთან უნდა იყო შეერთებული და აღარც განკითხვაში ჩავარდები, აღარც შეგშურდება მე, ჩვენი გონება დაკავებული იქნება სულ დადებითი საგნებით, დადებითი მოვლენებით, ხო? აი კერცს რო აკეთებთ, ან სახლს გვით, ხო? იღიღინეთ, იგალობეთ, ღვთისმშობელი, რა ვიცი, უამრავი რამეა და არა ტელევიზორი აქვს ჩართული, რაღაცა მუსიკას უსმენენ, რაღაც საშინელებას და ხო, აი რანაირად, ხო? და ყოველ წუთში ურეკავენ შვილს, სადახარ, ხო? იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ შორს ღმერთისგან და იმიტომ მე გონია რომ შენი წივილი, ყვირილი და ხშირი დარეკვით მოაგვარებ რამეს, არა, პირიქით. ჩვენი შვილები განიზიდებიან მე ჩვენგან, როცა ხედავ რომ ყვირი ვართ, ყოველ წუთში რაღაც ისე ხო? აი დიალოგი უნდა შედგეს ჩვენს შვილებსა და ჩვენ შორის, რაც ჩვენ გვეზარება, დრო არა გვაქვს და პატარავიდანვე ტელეფონი და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი რამეა კიდევ საქადაგებელი, ძალიან ბევრი რამე არის კიდევ მოსასმენი, შესაცნობი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი არ იქნება თეკლა ხმა მაღადებლისა უდაბნოსა შინა და ვილად არ საუბრობ ჩვენ ხო ამ სიცხეში საფურის ამ მშვენიერ სიცხეში თქვენთან ჯუჯიმა წვიმაა და თქვენთან არ ვიცი რა ხდება თქვენთანაც ჭექაქუხილი იყო და წვიმა მოაყოლა დიდი მადლობა მამა გიორგი ჭექაქუხილზე ამობენ ჭყალებში რომ ღმერთი განრისხებულია და ვილოცოთ და ისე დავიძინოთ და წავიდეთ ხვალ წირვაზე ყველანი წირვაზე შვიდობიანი საღამო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და ჩვენ მსმენელს მადლობა უფალს რომ ეს საღამოები შედგება ხოლმე ესეთ ლამაზად და ესეთი განმარტებებით იმიტომ რომ მართლა აუცილებელი და საჭირო ახლა ვხედავ კიდე ამოდის შეკითხვები და არ მინდა რომ აუცილებლად დააფიქსირეთ ეგ შეკითხვები დიახ უმეტესი მადლობა ყველას და მომდევნო ლაივში დაველოდებით თქვენ შეკითხვას ყველა შეკითხვას ახლა ხო ვერ უპასუხებთ არა მაგრამ მომავალში აუცილებლად უპასუხებთ დროებით